180 პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მიიღეთ მონაწილეობა განხილვაში. დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ-ხაზს 1505. მოგვაწოდეთ თქვენი კითხვები. გადაცემა ცხოვრება C დიაგნოზით პირველად იმედის ეთერში 2013 წლის 28 ივლისს გავიდა. ამ 2 წლის განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. 2013 წელს ინტერფერონ თერაპიის მაღალი ფასის გამო 22,000 ლარი პაციენტთა უმეტესობამ მკურნალობის კურსს ვერ იტარებდა. 2015 წელს ახალი თაობის პრეპარატი სოფოსბუვირი საქართველოში 5,000 პაციენტზე უფასოდ გაიცემა. ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე 2100 ადამიანი უკვე ჩაერთო პროგრამაში. ცნობისათვის სოფოსბუვირის მკურნალობის კურსის საბაზრო ღირებულება 84,000 ამერიკული დოლარია. იმედი ჟურნალისტი გოდერძი შარაშია იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებსაც მკურნალობამ, როგორც თვითონ გითხრეს, ბედზე მოუსწრო. ორკვირიანი კურსი მორჩა და ახლა ექიმმა მკურნალობის მომდევნო ეტაპი უნდა დაგეგმოს. 70 წლის ნანი ჭაბუკიანმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში განაცხადი 1 თვის წინ შეიტანა და თანხმობა მალევე მიიღო. ახლა წამლების რაოდენობას დაუთვლიან და ზუსტ მითითებებს მისცემენ თუ როგორ უნდა იმკურნალოს მომდევნო 2 კვირა. მე როდის მიწევს მოსულა თქვენ მაგიხართ 6 აგვისტოს 11:05 წუთი. დღეს გაქვს სამანდალეულე. დღეს არა, დილით არ დამილევენ. მიჩხრეს რომ არ უნდა დამილევო. ჩვენთან რომ მოხდა დაგითხოვოთ და შემდეგ ვიახერხოთ დავთვალოთ. და მოვიდე ახალი ვიახერხეთ კოდს. ასე. წამლების რაოდენობა დათვლილია და იცის რომ ის ჭამის მერე უნდა მიიღოს. ახლა მკურნალ ექიმთან მიდის და გარკვეულ რჩევებს იქაც მიიღებს. ღვიძლის დაზიანება მეოთხე კატეგორია F4, ეს მისი დიაგნოზია. ამ ფონზე სისხლის გლუკოზის დონე მოემატა, ამიტომ ენდოკრინოლოგის დასჭირდა. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, ჩართოს თუ არა მომდევნო ეტაპზე სხვა სპეციალისტები. დღევანდელი კარდიოლოგის კონსულტაცია აუცილებლად, ხვალ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, მათი დახმარებით ჩვენ შევძლებთ შემდეგი 2 კვირის განმავლობაში საჭირო მედიკამენტების ჩართვას, იმისთვის რომ ეს მკურნალობა წარმატებული იყოს და თქვენ შეძლოთ ამ პრეპარატების მიღება. გამარჯობა ჯანდაცვის სამინისტროს ხელხაზი გესმენთ. გამარჯობა ბატონო. ვიკავშირდებით ჯანდაცვის სამინისტროდან. თქვენ შემოტანილი ქონდათ განცხადება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართველად. დამირეკეს 1.5 საათის უკან და შემოტყობინეს, რომ თქვენი პროგრამაო კომისია ჩატარდაო და თქვენო დადებითად გაიარეთო კომისიაო. გამიხარდა, ძალიან გამიხარდა და რა ვიცი, ერთხელ და სამუდამოდ ალბათ დავამარცხებ ამ C ჰეპატიტს, რასაც ვქნები. ზურაბ ბერიაშვილი ოჯახთან ერთად აგარაგზე ისვენებს. დაავადება დაახლოებით 1 წლის წინ დაუდგინდა. ამბობს, რომ თავიდან ინერვიულა. შემდეგ უკვე აღიზიანებდა საზოგადოების დამოკიდებულება C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ, რომ მათ ხშირად ზიზღით უყურებენ და რომ თურმე განუყურნებელი სენისჭირთ. ამას დაემატა ოჯახის სოციალური პრობლემები და მოხდა ისე, რომ იძულებული გახდა პროგრამას დალოდებოდა. ძალიან ძვირი ჯდებოდა, ძალიან ძვირი, რომ ვნახეთ ინტერნეტშიც, ვნახეთ ექიმებსაც შევეკითხეთ და ფასი იყო ძალიან დიდი. ნუ კი მინდოდა სურვილი მქონდა ძალიან, მაგრამ ალბათ მაგთან ხას ვერ შევძლებოდით. C ჰეპატიტით ყუპიძმები დაავადდნენ, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს, მაგრამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელ შვილს უნდა უმკურნალონ. ეს ისტორია მე ზუსტად 2 წლის წინ გადავიღეთ. ყუპიძმები ახლა სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებენ, მაგრამ მითხრეს, რომ სოციალური პრობლემის გამო მათ მკურნალობის კურსი არ ჩაუტარებიათ. ახლა ელიმინაციის ახალ პროგრამაში სურთ ჩართვა და ამისთვის სპეციალურ ანალიზებს იტარებენ. თავის დროზე ამ ისტორიამ საზოგადოებას შეცვა. ნანი ჭაბუკიანი მუსიკის პედაგოგია. მისი დიაგნოზი მძიმეა, მაგრამ პატარა მოსწავლეებმა და მშობლებმა იციან, რომ მასწავლებელი 12 კვირაში უკვე კარგად იქნება. ამ პროექტმა მე ვფიქრობ, რომ დროზე მომისწრო. მე უკვე ასაკში წავედი და თანაც ეს პრეპარატი ისეთია 12 კვირაში უნდა განვიკურნო. იმედი მაქვს და რა ვიცი, აბა გამოჯამრთელებას და წარმატებას უსურვებ ყველას, ვინც ებრძვის სიცოცხლისათვის ამ სახიფათო დაავადებას C ჰეპატიტს. ჩვენი გადაცემის სტუმარი დავით სერგეენკო, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. ბატონ დავით, საღამოშრომის და დიდი მადლობა, რომ მოგზავნით ჩვენთან სტუმრად. დღეს თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ 7,000 ადამიანი უკვე არის დარეგისტრირებული თქვენს პროგრამაში. ასევე ჩვენ უკვე ვთქვით გადაცემის დასაწყისში, რომ 2,100 პაციენტი ჩაერთო და გადის მკურნალობის კურსს.
პირველ კურსს, როგორც თქვენ სამინისტროში განაცხადეს, აქვს ლიმიტი 5000-მდე პრეპარატი შეიძლება 5000-მდე მკურნალობის კურსი შეიძლება გაეცეს. თუ დარეგისტრირებულია 7000 და შეგიძლიათ გასცეთ მხოლოდ 5. გამოდის რომ პირველ ეტაპში უკვე დეფიციტია წამლებში. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კიდევ ერთხელ განვმართოთ საზოგადოებას ამ პროექტის არსი და რაღაც ელემენტარული პარამეტრები. საკუთრივ C-ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი დაიწყება შემოდგომაზე და მაშინ დაიწყება ეს წელიწადში 20000 პაციენტი. საქმე იმაშია რომ ამ პროექტის დაწყება სჭირდებოდა ძალიან ბევრი სამუშაოს, მაგალითად კვლევის დასრულება, რომელიც ახლა აგვისტოს სრულდება და იქამდე ჩვენ თხოვეთ ჩვენ მაშინ ჯერ კიდევ პოტენციურ პარტნიორებს, რომ დაგხმარებოდნენ იქამდე სანამ ძირითადი პროექტი დაიწყებოდა პირველი თუნდაც 5000 ადამიანისათვის სიცოცხლის შანსის მისაცემად, მოდი ვთქვათ ასე. არანაირი დეფიციტი არ შეიქმნება, პროგრამები იმ შემთხვევაში თუ ჩვენ წარმატებით დავამთავრებთ პირველ ნაწილს, უწყვეტად გაგრძელდება დიდ ელიმინაციის პროექტში და შესაბამისად არანაირი შეფერხება არ არის მოსალოდნელი. პირველ ეტაპზე მკურნალობის კურსს იღებენ განსაკუთრებულად მძიმე კონდიციაში მყოფი პაციენტები. ეს არის ღვიძლის დაზიანება, ფიბროზი 4 და უკვე ციროზი დაწყებითი სტადია. იმ მონაცემებით, რომელიც თქვენ უკვე ამ 700 პაციენტის საქმის შესწავლის შედეგად გააქვთ. F4 დაზიანების პაციენტების მოცვა მოხერხდება თუ არა 5000 ლიმიტი, ამ 5000-იან ლიმიტში. 5000 ადამიანის სამკურნალო დოზით მთლიანად დაეფარება რაოდენობრივად F4-ის მქონე პაციენტები, თუმცა შეიძლება აღმოჩნდეს რამდენიმე ესეთი პაციენტი წინასწარ რთულია თქმა, რომელიც თვისობრივად ამ კურსით სოფოსბუვირით ვერ დაექვემდებარება მკურნალობას, თუმცა საბედნიეროდ ოქტომბერში უკვე შემოდის დარეგისტრირდა ახალი თაობა ჰარვონი, ასე რომ ისინი შეფერხების გარეშე გადაერთვებიან ჰარვონის. ახალი პრეპარატების უფასოდ გაცემა მაშინ, როდესაც 2 წლის წინ ინტერფერონი მხოლოდ ინფიცირებულთა გარკვეულ დაბალ მაჩვენებელს 1% შეეძლო, რომ თავისი თანხით ჩაეტარებინა მკურნალობა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მაგალითად, საერთო ღირებულება უკვე პრეპარატის, რომელიც მიიღეთ, 400 მილიონი ლარია. რატომ გაჩუქათ კომერციულმა ფარმა ორგანიზაცია გილიადმა 400 მილიონი ლარის პრეპარატი რა ახსნას პოულობთ ამას? ახლა სხვა შორის ძალიან კარგი კითხვა არის და მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ამით საშუალება მომეცემა რომ ალბათ ძირითადი პარამეტრები გავმართო, რატომ მოხდა ასე. პირველი ის, რომ მთელი ამ მოლაპარაკებების განმავლობაში ეს იყო ძალიან დაძაბული მოლაპარაკებები, როდესაც ასეულობით 1000 ადამიანის სიცოცხლე იყო ამაზე დამოკიდებული. პირველ ეტაპზე ჩვენი შესაძლებლობა იყო, რომ იმის ანალოგი პროექტი დაგვეწყო, როგორც იყო ეგვიპტეში, სადაც საბაზროზე 100 ჯერ ნაკლები ღირებულებით, სადაც $900 აძლევენ მოსახლეობას. ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში შეგვეძლო ალბათ $1500 მიგვიღო ეს მკურნალობა. ამის შემდეგ შარშან შემოდგომაზე კომპანია გილიადმა შეიმუშავა ახალი ხედვა. ეს კომპანია ძალიან დიდ თანხას დებს მეცნიერებაში. აქამდე ძირითადად ეს თანხა მიმართული იყო ფარმაკოლოგიურ მეცნიერებაში, ხოლო შარშან საბედნიეროდ მათ გააწყვიტეს, რომ თანხა ჩაედოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტებში. ის პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, სწორედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი არის, რომელსაც თვითონ კომპანია გილიადიც, რომელსაც რა თქმა უნდა დიდ მადლობას ვუხდით, პირდაპირ ბენეფიტებს ღებულობს, იმიტომ რომ მათი რეპუტაცია იმდენად გაიზრდება, რომ სულ მალე, როდესაც კონკურენცია ბევრად უფრო მჭიდრო გახდება ჰეპატიტის მკურნალობაში, მათ უკვე ექნებათ უდიდესი გამოცდილება ამ უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის მართვის და მონაწილეობის. შესაბამისად, ეს იყო აბსოლუტურად ღია ინტერესი, აბსოლუტურად ლეგიტიმური ინტერესი, რომ კომპანია გილიადს თავისი მაღალი რეპუტაცია გაემდიდრებინა საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტებით. ისე რომ ეს არის აბსოლუტურად ღია, პრაგმატული მიდგომა საკითხისადმი. მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ მათ შეუძლიათ გამოგვიზანონ შეკითხვები 15:05 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი ელის თქვენ შეკითხვებს. გადაცემის მიზანია მაქსიმალურად ამომწურავად ყველა შეკითხვას გავცეთ პასუხი, რომელიც ელიმინაციის პროგრამას უკავშირდება. ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელებში გვეკითხებიან ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც უკავშირდება ახალ პრეპარატს. რომელიმე სხვა ქვეყანაში თუ იყენებენ სოფოსბუვირს. საქართველო არის თუ არა პირველი ქვეყანა, სადაც სოფოსბუვირის გამოყენება დაიწყო და სოფოსბუვირის კლინიკური
შემოწმება ხომ არ ხდება ჩვენი ქვეყნის მაგალითს? სოფოს პულვერს იყენებენ, შეიძლება ზუსტი რაოდენობა ვერ დაგისახელოთ, მაგრამ რამდენადაც ჩემს ცნობილია 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათგან აბსოლუტური უმრავლესობა არის მდიდარი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. ეს პრეპარატი დადასტურებულად აკრედიტირებული არის შესაბამისი ორგანიზაციების მიერ, ასე რომ საკუთრივ პრეპარატში არანაირი ექსპერიმენტი არ არის, ეს უკვე დიდი ხანია სხვა ქვეყნებში გამოიყენება, ოღონდ მათთვის სამწუხაროდ არა ასეთი შესაძლებლობებით. რაც შეეხება პროექტის უნიკალურობას, ეს გამოიხატება სწორედ მის სისტემურ მიდგომაში. ეს არის მკურნალობა, ეს არის პრევენცია, ეს არის პაციენტის ინფორმირებულობა. სწორედ ეს ტრიადა ქმნის უნიკალურობას იმ პროექტისას, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს და არა მარტო ვადევნებთ თვალყურს საბედნიეროდ საქართველოში. პრევენცია რამდენად მნიშვნელოვანი ელემენტი არის ელიმინაციის პროექტის? ზოგადად ესეთი მიდგომა პრევენცია, მკურნალობა, პრევენცია და პაციენტის ინფორმირებულობა ფართოდ გამოყენებადი ინსტრუმენტი არის, თუმცა არასოდეს არ გამოყენებულა ჰეპატიტის C-ის შემთხვევაში. ორი მიზეზის გამო, მკურნალობის სიძვირე და ადრე არსებული სამკურნალო სქემების შედარებით, ბევრად დაბალი ეფექტურობა. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ როცა დაიწყეს ეგვიპტეში შარშან წინ ეს პროექტი, როდესაც მარტო მკურნალობის კომპონენტი ჩართეს და არ გაითვალისწინეს პრევენცია, არ გაითვალისწინეს პაციენტის ინფორმირებულობა, რამდენსაც უმკურნალეს დაახლოებით იმდენი ახალი შემთხვევა მიიღეს. და საბედნიეროდ ეგვიპტის მაგალითმა მისცა საქართველოს იმის შესაძლებლობა, რომ სწორედ ასეთი სისტემური მიდგომა გამოეყენებია. უფრო მარტივად, არ იქნება პრევენცია, არ იქნება საკუთრივ პროექტი. თუ ჩვენ იგივე გზით წავედით, რაც ეგვიპტის ჯანდაცვის სისტემაში განვითარდა, ამ პროექტის განვითარება პერსპექტივა არ ექნება. ამ ეტაპისთვის C ჰეპატიტით დაინფიცირების ყველაზე ხშირი შემთხვევები, ყველაზე ღია კერები სად არის? ჩვენ ახლა ვასრულებთ კვლევას, რომლის შედეგებიც გვექნება აგვისტოს შუა რიცხვებში 15-დან 20-მდე, სადაც უკვე მე მაქვს წინასწარი მონაცემები, უბრალოდ არ მინდა რომ დადასტურებამდე თქვა, სადაც ჩვენ ზუსტად გვეცოდინება, რამდენ ადამიანს აქვს, რა გენოტიპის, სად იყო მაქსიმალური რისკის კერები და ამაზე ეს იქნება სრული ინფორმაცია და ეს კვლევა ჩვენ ჩავატარეთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად. შესაბამისად ეს კვლევის პროტოკოლი არის ძალიან მაღალი სანდოობის. ვინ ჩვენ ახლა შემოგვიერთდა, თქვენ უყურებთ გადაცემას ცხოვრება C დიაგნოზით. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი შეკითხვები და უკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ხელხას 15:05. მკურნალობის პარალელურად ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც მინისტრმა ახლა განაცხადა, პრევენციაა. დაბალი სამედიცინო სტანდარტების გამო წლების განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტით დაინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალი იყო. ელიმინაციის პროგრამის დაწყების პარალელურად სტომატოლოგიურ კლინიკებში განხორციელდა მონიტორინგი, არც თუ სახარბიელო შედეგებით. ზოგიერთ კლინიკაში ჰიგიენის ელემენტალური პირობებიც კი არ იყო დაცული. იმედი ჟურნალისტი სოფო ოხანაშვილი დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა სტომატოლოგიური კლინიკების სილამაზისა და სკრინინგ სალონების სარგებლობა. იმ სტომატოლოგიურ კლინიკას, რომელსაც ჩვენ სიუჟეტში იხილავთ, მან დარღვევა აღმოჩენილი არ არის და ჩვენ დაგვხსნება გადაგვეღოთ თუ როგორ იცავენ ისინი სტერილიზაციის ნორმებს. სტომატოლოგიური კლინიკები C ჰეპატიტისა და სხვა ინფექციური დაავადებების შესაძლო გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის დაწესებულებებია. პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ გაზაფხულზე სწორედ ამ ტიპის კლინიკები შეისწავლა. ინფექციური კონტროლის მონიტორინგში დაახლოებით 2000-დან მხოლოდ 728 ობიექტი მონაწილეობდა, უმრავლესობაში დარღვევები აღმოჩნდა. ძალიან ბევრ დაწესებულებაში თქვა ირღვევა ხელების ჰიგიენის დაცვის პირობები, არ გააჩნიათ ხელსაბაენი ნიჟარა, არ გააჩნიათ საპონე, ანტისეპტიკური ხსნარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვა ეს არის დარღვევები სტერილიზაციისა და დეზინფექციისა და მისი კონტროლის გარშემო. მონიტორინგის არასახარბიელო შედეგების საფუძველზე უკვე ერთი კვირაა სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათი დაჯარიმება მიმდინარეობს. კლინიკის დახურვას არ ითვალისწინებს, დღესდღეობით არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ საჯარიმო სანქციებს. ჩვენ შეგვიძლია რომ თქვა დაწესებულება კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ ვაჯარიმო დადასილ არის. კლინიკებში აღმოჩენილი დარღვევები არ უკვირთ სტომატოლოგთა ასოციაციაში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სფერო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო რეგულაციებისგან აბსოლუტურად თავისუფალი იყო.
ნებისმიერ ადამიანს შეეძლო კლინიკის გახსნა და გაიხსნა ალბათ ისეთ პირობებში, რომელშიც არ უნდა გახსნილიყო. ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი, რომელიც ოთახიდან გამოდის, მეორე პაციენტი მაშინვე იმ ოთახში არ უნდა შედიოდეს. ანუ დაახლოებით 10 წუთი მაინც სჭირდება იმ ოთახს იმისათვის, რომ მოხდეს სრული დეზინფექცია კაბინეტის და ყველა ზედაპირის, რომელსაც საერთოდ ინფიცირებული ხელი ხვდება. C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში სტომატოლოგიური კლინიკები დღეს უკვე ვალდებულები არიან საქმიანობის დაწყების ან დასრულების შემთხვევაში შეტყობინება გაუგზავნონ ჯანდაცვის სამინისტროს. ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები 2002 წლის კვლევის მიხედვით C-ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფია. თუმცა ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ C-ჰეპატიტით ინფიცირებული ნარკომომხმარებლების რიცხვი არც ისე მაღალია, სავარაუდოდ 25,000. იმავე ექსპერტების განმარტებით რისკ ფაქტორი არა თავად ნარკოტიკების მოხმარება, არამედ სუფთა საინექციო საშუალებების ხელმიუწვდომლობაა. თუ კი ჩვენ ადამიანთა ამ ჯგუფს გავუკეთებთ მარგინალიზაციას, მოვაქცევთ კუთხეში, ეს ინფექცია ამ ჯგუფში არ გაჩერდება, ის აუცილებლად გამოვა ამ ჯგუფიდან და ყველას გადაედება. ნარკომომხმარებლების უფლებადამცველების განცხადებით, მხოლოდ მკურნალობა პრობლემას ვერ მოაგვარებს, აუცილებელია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ზიარი შპრიცის მოხმარების პრაქტიკა ინფიცირების კერად არჩება. ყოველი კლიენტის შემდეგ, როდესაც გავაკეთებთ მანიკურს ან პედიკურს, ჩვენ ვასტერილებთ ხელსაწყოს, რომელსაც ვიხმართ. სილამაზის სალონები, განსაკუთრებით კი მანიკურისა და პედიკურის მომსახურება C-ჰეპატიტის გავრცელების მაღალ რისკ ჯგუფს განეკუთვნება. ჩვენ მიერ შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ სალონებში გვაჩვენებენ, როგორ იცავენ უსაფრთხოების ზომებს. სტერილიზაციისა და დეზინფექციისთვის ზოგან სითხეებს, ზოგან კი აპარატებს იყენებენ. მანიკურის ოსტატებს არც ის უკვირთ, რომ მომხმარებლები თავის დაზღვევის მიზნით სალონებს საკუთარი ინსტრუმენტებით აკითხავენ. არავინ არ შემოსულა და არავის არ უთხოვია, რომ ესეთი სტერილიზაცია გავაკეთოთ. ეს ხდება ჩვენი კეთილგანწყობით, ჩვენი სურვილით. C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით 500-ზე მეტი სილამაზისა და სვირინგის სალონის მონიტორინგი ჩატარდა. ცენტრში არ აკონკრეტებენ, რამდენ მათგანში აღმოჩნდა დარღვევები, თუმცა განმარტავენ, რომ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია მიეცა. მოქმედი კანონმდებლობით მსგავსი ტიპის დაწესებულებაში შემოწმება დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული საფუძველის არსებობის შემთხვევაში. სილამაზის სალონის მსგავსად, ასევე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სვირინგის სალონსაც მივაკითხეთ. უსაფრთხოების მიზნით აუცილებელი პროცედურები სვირინგის ოსტატმა დეტალურად აგვიხსნა. სვირინგის გაკეთებამდე კანი იწმინდება სპეციალური ხსნარით. ნემსი და მისი დასამაგრებელი აუცილებლად ერთჯერადია და ის უშუალოდ მომხმარებლის თვალწინ იხსნება. ასევე ერთჯერადი შალითით იფუთება აპარატიც, იმიტომ რომ რამე დაავადების შემთხვევაში შესაძლოა დანადგარით დაბინძურდეს. საღებავიც ერთჯერად ჭურჭელში ისხმება. მომხმარებლის გაშვების შემდეგ ნაგავში ვაგდებთ ხელსახოცებს, შალითას და საღებავის ჭურჭელს. ნემს და მის დასამაგრებელს კი როგორც მაღალი რისკის მატარებელს სპეციალურ კონტეინერში ვათავსებთ. ეს 5 კვირაში ერთხელ მიაქვთ და ანადგურებენ. აპარატს და მილებს ვამუშავებთ ჯერ ანტისეპტიკური ხსნარით და შემდეგ ცივი სტერილიზაციით. სილამაზის სალონებისგან განსხვავებით, სადაც მომხმარებლები სისხლით გადამდები დაავადებებისგან თავს საკუთარი ინსტრუმენტების მიტანით იცავენ, სვირინგის სალონებში უსაფრთხოების გარანტი ოსტატის იმიჯია. მონიტორინგი დასრულდა, შემოწმება მიმდინარეობს, თუმცა თქვენც და მეც მაინც რისკის ქვეშ ვართ. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელ სტომატოლოგიურ კლინიკებში და სილამაზის ან სვირინგის სალონებში აღმოჩნდა დარღვევები. მაშინ, როდესაც ამ დაწესებულებებს დარღვევების აღმოსაფხვრელად გონივრულივად აქვს მიცემული, ისინი ჩვენს მომსახურებას აგრძელებენ, რის გამოც დაინფიცირების საფრთხე არსებობს. დაინფიცირების რისკებზე სოფო ხანაშვილი გვიყვებოდა. კიდევ ერთხელ კლინიკა, რომელიც ვიდეო მასალაში ნახეთ, იქ დარღვევები აღმოჩენილი არ არის. რამდენად მაღალი არის კვლავ დაინფიცირების რისკი სტომატოლოგიური კლინიკების სარგებლობისას, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ეტაპზე? დაინფიცირების რისკი საბედნიეროდ ჯერადობით არის შემცირებული, მაგრამ უამრავი რამ არის გასაკეთებელი. პირველი ალბათ სწორი ახსნა ისევ ჩვენი კოლეგებისთვის და მე მადლობას ვუხდი სტომატოლოგთა ასოციაციას, რომელიც გვეხმარება, რომ ეს სტერილიზაცია არ არის რაღაც კოსმიურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული და არ არის რაღაც დანახარჯებთან. უხეშად რომ დავთვალოთ მაქსიმუმ
არ ვიცი, შეიძლება 50 თეთრი, ერთი ლარით მეტი დაждდეს ერთი პაციენტის აბსოლუტური დაცვა ინფექციისაგან. ასევე მარტივი ტექნოლოგიები, როგორც არის მაგალითად პროცედურის სახელის დაბანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხშირად არის იგნორირებული. ანუ შემიძლია მე დავადასტურო, რომ ჯერადობით არის რისკები შემცირებული, მაგრამ ჩვენ მაინც გადავედით აი ახლა ბოლო დღეებში მონიტორინგიდან უკვე შემოწმების ფაზაში, სადაც უკვე რეალურ სანქციებს გამოვიტანთ დარღვევების შემთხვევაში. 2003-მდე სტომატოლოგიური კლინიკა მუშაობს საქართველოში და 27 ივლისის მდგომარეობით, რა მონაცემებიც მოვიპოვეთ, ჯერჯერობით 134 დაწესებულების შემოწმება მოხერხდა, სადაც 51 ოქმი გაფორმდა. ანუ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, როდესაც დეტალური შესწავლა იწყება. შემოწმება, როგორც მოგახსენეთ, დაიწყო სულ რამოდენიმე დღის წინ მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც წინა ფაზა იყო, ჩვენ რამოდენიმე ასეული დაწესებულებას ჩაუტარეთ მონიტორინგი. რიცხვი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ 2000, დიდი ალბათობით არ შეესაბამება რეალობას, იმიტომ რომ 2000 არის ის, ვინც გვაცნობა თავისი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობის შესახებ. არის იმისი ალბათობა, რომ კიდევ არსებობენ სტომატოლოგიური კაბინეტები, რომელსაც არ შეუტყობინებიათ ჩვენთვის და შესაბამისად ჩვენ ასე თუ მოვძებნით, გადავაწყდებით სადმე და ვესწრებით, რომ აუხსნათ, როგორ გააკეთონ სწორად ეს ყველაფერი. და რატომ არ შეიძლება, რომ მაგალითად იგივე თქვენი სამინისტროს ვებგვერდზე შეიქმნას რუკა, სადაც წერტილოვანად იქნება ანთებული თუ სად შეიძლება სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება, რომელი კლინიკა აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომ პაციენტი დაცული იყოს შემთხვევითობისგან. ჩვენ რაღაც დრო დაგჭირდება, როგორც მოგახსენეთ, აი ოფიციალური მონაცემებით 2000-დან 10%-ს არ არის ჯერ შემოწმებული, როდესაც მთლიანად მოვიცავთ ამ ყველაფერს, ჩვენ შევთანხმდებით სტომატოლოგთა ასოციაციასთან შესაბამის ფორმაზე, რომ ეს დაცული იყოს, გამართული იყოს იურიდიულადაც არ აღიქმებოდეს კერძო სამეწარმეო საქმიანობაში ჩარევად და გაწუნდეთ, რომ ძალიან მალე ჩვენ გვექნება ცალსახა რეკომენდაციები და მითითებები, სად შეიძლება მიმართო პაციენტებმა უსაფრთხო სერვისის მისაღებად. ვიდრე თქვენ ზუსტ სიას გამოაქვეყნებთ, რა უნდა გააკეთონ პაციენტებმა, როგორ შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, დაათვალიეროს და დაათვალიერების შედეგად მიხვდეს რამდენად ღირს ამ შემთხვევაში სტომატოლოგიური კლინიკის სერვისის სარგებლობა. მოხმარებას ამის გაკეთება შეუძლია რამოდენიმე მარტივი, ასე ვთქვათ, კითხვის დასმით, ან რამოდენიმე მარტივი მანევრის, ასე ვთქვათ, შესრულებით. პირველი ის, რომ რაც არ უნდა ტრივიალური ჩანდეს, ხელების დაბანა არის უნიშნულოვანესი პროცედურის წინ, რომელსაც ხელთათმანის გაკეთება არ ცვლის. ექიმმა ან ექთანმა აუცილებლად უნდა დაიმუშაოს ხელები, იქამდე სამ გაეკეთებს ხელთათმას. მეორე ის, რომ ის რაც არის ერთჯერადი გამოყენების ნივთები, პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ის მის თვალწინ იხსნება ერთჯერადი შალითიდან, რადგანაც სამწუხაროდ არ თუ ისე ცოტა იყო შემთხვევები, რომელიც ჩვენ ვნახეთ მონიტორინგის დროს, როდესაც ერთჯერადი ინსტრუმენტები, სხვადასხვა ნივთები გამოიყენებოდა მრავალჯერადად. ასევე პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს ექიმს ან ექთანს, რომელიც უტარებს მანიპულაციას, რომ თუ ის უკვე დამუშავებული და ხელთათმანიანი ხელებით შეეხო რაიმე სხვას, ვიდრე პაციენტი, ვიდრე სამანიპულაციო მაგი და მაგალითად იგივე ონკანის სახელოს, მან აუცილებლად უნდა გამოიცვალოს ხელთათმანი. ეს თითქოს რაღაც მარტივი და თავისთავად ცხადია, მაგრამ ასევე სამწუხაროდ ჩვენ არც თუ ისე ცოტა შემთხვევა აღმოვაჩინეთ, რომ პაციენტიდან პაციენტზეც კი არ იცვლიდა ერთი და იგივე ხელთათმანით ატარებდნენ პროცედურებს. ასე რომ ეს არის რამოდენიმე ძალიან ესეთი მარტივი რამ, რითიც პაციენტს შეუძლია მნიშვნელოვნად დაიცვას თავი ინფექციის რისკისაგან. სოფო ოხანაშვილის სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობდა, რომ მაქსიმუმ ამ ეტაპზე რისი გაკეთება შეუძლიათ მონიტორინგის სტადიაზე, ეს იყო დაჯარიმება კვირაში ერთხელ 1000 ლარით. ანუ კვირიდან კვირამდე იმ კლინიკაში, სადაც ხელსაბანი ნიჟარაც კი არ იყო, შესაძლოა რამდენიმე ათეული პაციენტი დაინფიცირებული იყო. ეს კვლავ რჩება პრობლემა, თუ ეხლა უფრო მეტი ის გაკეთება არის შესაძლებელი ამ ახალ სტადიაზე. პირველ რიგში მე მინდა თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობა სტომატოლოგიურ კაბინეტებთან არ არის სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. ესენი არიან ჩვენი კოლეგები, რომელსაც ჩვენ მოთმინებით
უხსნით, როდესაც ეს საჭირო არის და როდესაც ახსნა არ არის საკმარისი, მაშინ იძულებული ვართ წავიდეთ ამ სანქციებზე. იმისთვის რომ ჩვენ მე პასუხი გაგცეთ, რომ ეს საკმარისია თუ არა, ალბათ აზრი აქვს შედარებას, რომ თუ მაგალითად შარშან დაახლოებით ამ დროს, როდესაც ჩვენ ვეცადეთ მაისში იყო ეს ყველაფერი, უმარტივესი რეგულაციები შეგვეტანა სტომატოლოგიური სამსახურების ფუნქციონირებაში, სამი მარტივი რამ. შესაბამისი ფართის არსებობა, პანდუსის არსებობა იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი მივიდოდა და დეზინფექციის არსებობა, მივიღეთ ლამის რევოლუცია, რომ როგორ თუ შეგვეხეთ. ამის მერე ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, იგივე ვითანამშრომლეთ იგივე სტომატოლოგებთან და დღეს როგორც მოგახსენებთ, ჯერადობით არის ეს რისკები შემცირებული. სტერილიზაციის ნორმები არ იყო შესული იმ პუნქტებში, რითიც დაიწყო? არამც თუ სტერილიზაციის ნორმები არ იყო შესული, არამედ როგორც მოგახსენებთ, სტომატოლოგიურ კაბინეტებს იმის ვალდებულებაც კი არ ქონათ, რომ უბრალოდ ეცნობებიათ ჩვენთვის, რომ აი სადღაც გავხსენეთ. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ნებისმიერ ადგილას გაეხსნა სტომატოლოგიური კაბინეტი და ნებისმიერ პირობებში ეწარმოებია პაციენტების მიღება. შეტყობინების ვალდებულება 2014 წლის 1 მაისიდან გაჩნდა. რა ხდებოდა მანამდე? შეტყობინების ვალდებულება არ არსებობდა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ სტომატოლოგიურ კაბინეტში იყო რენტგენის აპარატი, დენტალური რენტგენის აპარატი და ესეც უბრალო შეტყობინებას ეკო, უბრალოდ მაქვს რენტგენის აპარატი. ხოლო როგორ ვიყენებ მას ან როგორ ვაწარმოებ პაციენტების მიღებას, ამაზე არანაირი რეგულაცია არ არსებობდა. ის რეგულაციები, რაც ადრე არსებობდა, იქნა გაუქმებული და სტომატოლოგები, რომელსაც ჩემი ღრმა პატივისცემა მინდა დაუდასტურებ, ჩემი კოლეგები არიან და ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, აღმოჩნდნენ აი ამ ხელად სტუდენტების წინაშე, რომ შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რაც გინდათ. რაც კარგი არ არის, რა თქმა უნდა. თუ სწორედ გავიგეთ თქვენი პასუხი, 2014 წლის 1 მაისამდე შესაძლებელი იყო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა, ისე რომ ამის შესახებ თქვენს უწყებაში არაფერი არ იცოდა. დიახ, და შესაბამისად არანაირი სტანდარტის შესრულების ვალდებულება არ არსებობდა. დიახ, სწორედ გავიგეთ. დიახ, გადასტურებ. რაც კიდევ ერთხელ აღმოვებს იმის ეჭვს, რომ მსგავსი ტიპის სტომატოლოგიურ კლინიკაში შესაძლოა ძალიან კარგი ექიმია და ძალიან კარგად აკეთებს იმ საქმეს, რისთვისაც იღებს ჯამაგირს, მაგრამ მეორე მხრივ საკმაოდ მაღალია რისკი დაპლომბილ კბილთან ერთად რაღაც დაავადება წამოიღო, ამ შემთხვევაში ჰეპატიტი C. რა თქმა უნდა, ასეთი რისკები იზრდება მინიმუმ მაშინ, როდესაც არ ვიცით, ზოგადად ასეთი სერვისების მიწოდება ესეთ უწყვეტი ჯაჭვი არის დაწყებული ელემენტარულით და სადღაც ფინალისკენ ექიმის ოსტატობით. თუ ექიმი არ არის უზრუნველყოფილი იმ მინიმალური სუფთა სტერილური ინსტრუმენტებით, თუნდაც მისი ოსტატობა უბრალოდ უმაქნისი იქნება, იმიტომ რომ პაციენტი ძალიან მაღალი რისკის ქვეშ დგება ამ დროს. ჩვენ გადაცემას უერთდება პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი გიგი წერეთელი. ბატონო გიგი, საღამოშობისა დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს დებატებში. გამარჯობა, მოგესალმებით. 1999 წლიდან ხართ ბატონო გიგი პარლამენტში, აქედან საკმაოდ დიდი ნაწილი თქვენი საპარლამენტო მოღვაწეობის ეს არის ჯანდაცვის კომიტეტი. თავმჯდომარის მოადგილე იყავით რამდენიმე წელი 2004-2008 წლებში თქვენ იყავით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც განსაზღვრავდა ჯანდაცვის პოლიტიკას. უზუსტობა, მე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვარ ამჟამად ოპოზიციის კვოტით. ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე, არასდროს ყოფილვარ მანამდე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ორჯერ. დიდი მადლობა. ჯანდაცვის კომიტეტში, მაგრამ ჯანდაცვას უკავშირდები დიდი და საკმაოდ აქტიურად მუშაობდით ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრაში. დიახ, დიახ. რამდენად გრძნობთ თქვენი პასუხისგებლობის წილილს ამ შემთხვევაში იმაში, რომ საქართველოში თითქმის ყველა ნაბიჯზე შეიძლება ჰეპატიტი დაინფიცირება დაბალი სამედიცინო სტანდარტების გამო? რას გულისხმობთ პასუხისგებლობას? თქვენ გინდა თქვათ, რომ ესე იგი წინა პერიოდში რაღაცა დარღვევების ან არასაკმარისი ეფექტური პოლიტიკის გამო დღეს საშიშროება იმისა, რომ C ჰეპატიტი არის ბევრგან, ამას გულისხმობთ? არა, დავაკონკრეტებ, ჩვენ ჩავატარეთ სატელევიზიო ექსპერიმენტი 2013 წელს.
და თეა სიჭნავა მივიდა იუსტიციის სახლში დაარეგისტრირა სილამაზის სალონი ტირე სტომატოლოგიური კლინიკა ტირე სვირინგის სტუდია და არანაირი რეგლამენტი და ეს დავარეგისტრირა და ვაჩვენეთ კიდევაც დოკუმენტებში ჩვენი ერთ-ერთი პროდიუსერის ბინაში ვარკეთილში და იქვე დავწერთ რომ დიდოთახში იქნება სტომატოლოგიური სალონი საძინებელში სილამაზის სალონი და სველი წერტილს ვიყენებთ როგორც სვირინგის სტუდია არავის არ შეუმოწმებია ჩვენ დღემდე შევგეძლო საქმიანობა გვეწარმოებინა და ძალიან ბევრი ადამიანი ამით დაზიანდება ნორმები არ არის დაცული სტერილიზაციის ნორმებს ჩვენ ვერ დავიცავდით უბრალოდ გავწმინდავდით სპირტით მე უბრალოდ ამის მაგალითად მოგიყვანთ იმ პერიოდს როდესაც საქართველოში არსებობდა სპეციალიზირებული სამსახური ამ სამსახურში სანეპით სადგურებში და ასე ვთქვათ ამ სტრუქტურაში ბევრი ნორმალური და წესიერი ადამიანი მუშაობდა მაგრამ სისტემა იყო აბსოლუტურად არაეფექტური არსებობდა ესე იგი კანონი რომ ყველაფერი უნდა შეემოწმებინათ და ამოწმებდნენ კიდევაც ალბათ ფორმალურად, მაგრამ ძირითადად ეს იყო მაინც არაეფექტური და ძალიან მაღალი კორუფციის წყარო. ამიტომ დერეგულაცია ამ სფეროში მოხდა და ეს მე ვფიქრობ ყველამ კარგად იცის, თუმცა საუბარი იმაზე რომ ჯანდაცვის სამინისტროს ან კარგად ჩამოყალიბებულ სტრუქტურას საზოგადოებრივი ჯანდაცვის თელ სამსახურს ვთქვათ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ასე შემდეგ ყოველთვის ჰქონდა იმის საშუალებას და უფლებას რომ სადღაც თუ იქნებოდა საეჭვო რამ აუცილებლად მომხდარიყო ამის გაკონტროლება შემოწმებაც და ასე შემდეგ ასე რომ მეორე ფაქტორი არის უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ თუ ზუსტი რაოდენობა არიცოდნენ თუ რამდენი ამ შემთხვევაში სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს საქართველოში როგორ უნდა გააკონტროლოს ის რაც არ იცი უბრალოდ რამდენია ხო ეხლა ჯანდაცვის სამინისტროში ყოველთვის არსებობდა ეს მონაცემი ერთი არსებობს ასოციაცია რომელსაც აქვს პრაქტიკულად ძალიან ფართო სია ამ ორგანიზაციების და მეორეც ერთი მე ვფიქრობ რომ ასეთი ინფორმაცია შეიძლება არამთლად სრულყოფილი დღესაც არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ალბათ არსებობდა ეს არ არის ჩემი აზრით რაღაცნაირად მიზეზი იმისა რომ ვთქვათ რომ რაღაცას ვერ ვაკეთებდით იმიტომ რომ არ ვიცოდით რამდენი სტომატოლოგიური დაწესებულება მე ვფიქრობ რომ დღეს არ არის მთავარი სტომატოლოგიური დაწესებულებები და სხვა შორის ისიც მინდა ვთქვა რომ იმ წლებში რომელზეც შევლაპარაკობ შეუდარებლად გაიზარდა ტექნიკური აღჭურვილობაც ცოდნაც განათლებაც პრესტიჟიც ასეთი დაწესებულება ესეთ განცხადებას რაიმე კვლევა ჩატარდა რა იყო მანამდე და როგორ გაიზარდა კვლევა რომც არ ჩაატაროთ ჩვენ დავდივართ ასეთ დაწესებულებებში ნებისმიერი ჩვენთაგანი და უმეტესობა რომელიც ვთქვათ დღეს ფუნქციონირებს გაცილებით უკეთ არის ტექნიკურად აღჭურვილი ამაზე ვსაუბრობ მე ვიდრე ადრე გარდა ამისა ამ წლების განმავლობაში ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია იყო სწორედ შიდსთან დაკავშირებით, სხვა გადამდებელ დაავადებებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ რომ განათლების დონეც გაცილებით მაღალია დღეს, თუმცა მაინც ძალიან ბევრი ჩვენს თანამოქალაქეს არ აქვს სათანადო ინფორმაციაც, არის სტიგმაც იგივე ჰეპატიტთან მიმართებაში, C ჰეპატიტთან თუ შიდსთან და ასე შემდეგ და ეს არის სამუშაო და ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი სამუშაოც. დერეგულაციას თქვენ დადებითად აფასებთ? დერეგულაცია სწორედ იწყება საქართველოში დერეგულაცია როგორც თქვენ თქვით, ანუ კონტროლის მექანიზმების შესუსტება და თავისუფალ ბაზარზე აცეტირება. დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ კომიტეტის თავმჯდომარე იყავით და 2005 წლიდან უბრალოდ ადამიანს შეეძლო გაეხსნა კლინიკა ისე რომ არავინ როგორც თქვენ ბრძანეთ, თუნდაც კორუფციული შემადგენლობის მქონე ორგანიზაცია აღარ ეწეოდა ქრთამის ასაღებად. ეფექტური იყო თუ შევაფასებთ ამ პერიოდს. ეს ორგანიზაციები იხსნებოდნენ უფრო თავისუფლად ვიდრე ადრე, იხსნებოდნენ ყოველგვარი ქთამის გარეშე, იხსნებოდნენ საკმაოდ სწრაფად, იწყებოდა ეს საქმიანობა, მაგრამ მე სხვა რამე მინდა გითხრათ, თქვენ ეხლა გინდათ რომ დააბრალოთ ყველაფერი სტომატოლოგიას, ეს ერთ-ერთი საფრთხეა. მინდა გითხრათ რომ C ჰეპატიტის გავრცელებაში დაახლოებით ალბათ 70% მაინც, ძალიან მაღალი პროცენტი, ეს არის ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება. ძალიან მცდარი ინფორმაცია გქონდა ბატონო. ძალიან მცდარი მსოფლიო ჰეპატიტის ალიანსის საიტზე შეგიძლია შეხვიდეთ. არა, ძალიან მაღალი, მოდის შეხვიდეთ. ნარკომომხმარებლებში C ჰეპატიტით დაინფიცირების პროცენტი მაღალია, მაგრამ ნარკომომხმარებლების წილი დაინფიცირებულების საერთო შემადგენლობაში 20% შეადგენს. ძალიან მაღალია, ყველაზე მაღალი ალბათობით C ჰეპატიტის. ნარკომომხმარებლებში ერთ-ერთი მთავარი გზა გადაცემის არის ინტრავენური ინექციები, ხა ამას რა ვიცი, მე ასე ვიცი და ამაზე ლაპარაკობს
ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, წყარო და მე არ მგონია ჩემი გამონაგონი იყოს, რომ ინტრავენური მოხმარება, ინექციები, ნარკოტიკების არის ერთ-ერთი მთავარი წყარო C ჰეპატიტის გავრცელების. ამაში მეკამათებით ამაში. არა ბატონო გიგი, მე უბრალოდ მინდა რომ მაყურებელი არ შევიდეს შეცდომაში. ნარკომომხმარებლებში ძალიან მაღალია პროცენტობა, მაგრამ დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება არის ნომერ პირველი, რის გამოც კვლევა ტარდება, მაგრამ წინასწარი მონაცემებით 200,000 ადამიანს აქვს ჰეპატიტი. შეიძლება ეს მაჩვენებელი შემცირდეს, მაგრამ შეუძლებელია საქართველოში 200,000 ნარკომომხმარებელი იყოს, ბატონო. ძალიან დიდი ბოდიში მე მინდა გითხრათ, კითხო თქვენ, ამ 200,000, ეს 200,000 საიდან მოგვაქვს ეს ციფრი? ეს ჩემი აზრით იყო არა კვლევებზე დაფუძნებული, ასევე ემპირიულად განსაზღვრული, როდესაც სწორედ ნარკომომხმარებლებზე იყო საუბარი დაახლოებით 400,000 და ასე შემდეგ სხვა წყაროებში. დღეს სპეციალისტები ამბობენ, ჩემი ინფორმაციით, რომ დაახლოებით შეიძლება ეს იყოს 80-დან 120,000-მდე, შეიძლება ცოტათი მეტი, მაქსიმალური ციფრი სახელდება ხოლმე 120,000, ვისაც C ჰეპატიტი შეიძლება ქონდეს. ამ 200,000 მე ვფიქრობ ძალიან გადაჭარბებულია. აქვე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, დაბალი სტანდარტები მომსახურეობის, ხარისხი მომსახურეობის და თუ კი არ იცვება ის თუნდაც ზოგჯერ ძალიან მარტივი პროცედურები, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია კონტროლთან ერთად, რომელიც უნდა განხორციელდეს ეფექტურად და არა ფორმალურად, არა იმის მიერ უნდა განხორციელდეს კონტროლი. ვიღაცას გამოართვან, ასე ვთქვათ, რაღაცა და შემდეგ თვალი დაახუჭონ, ასე განხორციელდეს კონტროლი. ბატონ გიგი, ვინ არის პასუხისმგებელი? ვინ უნდა აკონტროლებდეს სამედიცინო სერვისს ქვეყანაში? თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ეს ელიმინაციის პროგრამა იწყება და რაც არის ძალიან კარგი ფაქტი საქართველოსთვის, რომ საქართველო მოხვდა, ასე ვთქვათ, ამ პროგრამაში, ძალიან კარგია, რომ გილეადმა სწორად ახლა შექმნა ეს პრეპარატი და ჩვენ მოგვეცა საშუალება ჩავერთოთ ამ მართლაც უნიკალურ პროგრამაში. აი ახლა ალბათ გაცილებით უფრო ადეკვატურია ასეთი ტიპის კონტროლის დაწყება. ალბათ ეს არ იქნება მუდმივი, ჩემი აზრით, რამდენჯერმე აღინიშნა, რომ ეს მონიტორინგის ფარგლებში იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის არსებობდა საშუალება რეაგირებაზე ნებისმიერი სიგნალის, ნებისმიერი ინფორმაციის ამისთვის არსებობდა შესაბამისი სამსახურების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ბოლოს შეკითხვა ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ. შეეძლო რეაგირება. უბრალოდ რეკლამაზე ვიდრე გავალთ, კიდე ერთი შეკითხვაზე მინდა თქვენი პასუხი მომისმინო. თუ პარლამენტში შემოვა კანონპროექტი რეგულაციის გამკაცრების შესახებ, თუნდაც ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, როგორც ჩვენ ვიცით, ელიმინაცია 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება, წელიწადში 20,000 ადამიანი შეძლებს მკურნალობას. როგორი იქნება თქვენი და შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის პოზიცია? თქვენ ამ შემთხვევაში იქნებით მომხრე, რომ გამკაცრდეს ამ პერიოდში მაინც? ჯანდაცვა არის განსაკუთრებული სფერო. აქ არ შეიძლება ვთქვათ ისე მოვიქცეთ როგორც ეკონომიკის ნებისმიერ დარგში, ამიტომ ამ სფეროში გარკვეული ტიპის რეგულაცია შეიძლება იყოს თუ კი ამას საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს. სწორედ ასე იყო მაგალითად ბოლო პერიოდში, როდესაც აღარ მახსოვს 2 წლის წინ იყო თუ არ ვცდები, როდესაც იყო განხილვა დამატებითი თქვა ტექნიკური რეგლამენტები ყოფილიყო სტომატოლოგიური დაწესებულებებისათვის ან შეტყობინების აუცილებლობა, ამას ჩვენ დაუჭირეთ ხარი მე პირადად, იმიტომ რომ ეს არ ცდება გონივრულობის ჩარჩოს. მაგრამ მაგალითად არ დაუჭერდი მხარს და არც დაუჭერ იმას, რომ სამინისტრომ გამოაცხადოს მაგალითად, რომ აუცილებლად უნდა იყოს 20 კვადრატული მეტრი ერთი ოთახი და ამან მიცეს შემდეგ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სირთულეები წარმოქმნას ნებისმიერი კლინიკებისთვის და გადააწყონეს ყველაფერი, იმიტომ რომ იმ პირობების დაცვა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ არ მოხდეს ჰეპატიტების გავრცელება და ასე შემდეგ და სხვა დაავადებების, შესაძლებელია, ასე ვთქვათ, სხვა ნორმალურ ფარჩიც და ამისთვის არ არის საჭირო დაწესება რაღაც. არ ამგონი რომ მარტო ფარჩი იყოს პრობლემა ამ შემთხვევაში. უბრალოდ ბოლო მონაცემს მოგაგებით დაგვემშვიდობებით 134 დაწესებულებიდან 51-ში აღმოჩენილია დარღვევა. ზოგან ხელსაბანი ნიჟარა არ იყო. ეს არის ერთ-ერთი შედეგი, როდესაც თავისუფალი ბაზარი აკონტროლებს როგორი ხარისხის მომსახურება. დიახ. ჩვენ სწორედ ხარისხზე ვაკეთებთ დღეს ძალიან დიდ აქცენტს, ძალიან სერიოზულ აქცენტს იგივე საყოველთაო დაზღვევაში, იმიტომ რომ საკმარისი არ არის მხოლოდ რაღაცა დააფინანსო.
ან ნაწილობრივ გააკეთოთ. ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ხარისხზე უნდა იზრუნოს სამინისტრო. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიგი, მე ვიმედოვნებ, რომ როდესაც ჯანდაცვის კომიტეტის და საპარლამენტო დებატების დროს განხილვის საგანი და დღის წესრიგი იქნება ჯანმრთელობა და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურება, ამ შემთხვევაში პოლიტიკური პლატფორმების სხვადასხვაობა გვერდზე იქნება გადადებული და თქვენ ყველა ერთიანად იქნებათ ეს პოზიცია თუ ოპოზიცია, მთავარი თქვენი საზრუნავი სწორედ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურება იქნება, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არის. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა და ასეთი პოზიცია გვაქვს იგივე C-ჰეპატიტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერ გონივრულ წინადადებას, რაც იქნება თქვა ამ დარგისთვის კარგი და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის გონივრულ ხაზს უსვამ, ჩვენ დაუჭერთ ხარს. უღრმესი მადლობა პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი იყო ჩვენი გადაცემის პირდაპირ ეთერში. რეკლამაზე გასვლამდე რამდენიმე წუთი დაგრჩა, შეკითხვები რომლებიც თქვენი მისამართით მოვიდა შევეცადოთ მოკლედ გავცეთ, რომ რაც შეიძლება მეტი მოვასწროთ. მაქვს C და აუტოიმუნური ჰეპატიტი ერთდროულად გერმანიაში გამოკვლევების შემდეგ მითხრეს, რომ ერთადერთი კურსი, რომელიც განკურნავს, არის სოფოსბუვირის და ჰავრონის კომბინირებული თერაპია, რაც არ არის გათვალისწინებული არსებული გაიდლაინით როგორ მოიქცე. პირველ რიგში მკურნალ ექიმს უნდა მიმართოს, მაგრამ ეხლავე შემიძლია უთხრა, რომ ჰავრონი თავისთავად არის სოფოსბუვირი პლუს ლედიპასვირი და ჰავრონი პლუს სოფოსბუვირი გამოდის ლედიპასვირი პლუს სოფოსბუვირი პლუს სოფოსბუვირი. რაღაც ვერ გაერკვა ეს ადამიანად ყოფილა და ჯობია რომ მკურნალ ექიმს მიმართოს. ერთ-ერთი კიდე შეკითხვა არის. მაქვს B ჰეპატიტი, მუდმივად ყველგან საუბრობენ C ჰეპატიტს და არაფერს იძახიან B-ზე. არსებობს რაიმე პროგრამა B ჰეპატიტზე ვინმე ფიქრობს საერთოდ? B ჰეპატიტზე ფიქრობენ 2007 წლიდან, როდესაც სავალდებულო ვაქცინაციაში შეიტანეს B ჰეპატიტი, საბედნიეროდ B ჰეპატიტი ვაქცინაციას ემორჩილება და სულ რამოდენიმე წელიწადში მე ვფიქრობ, რომ ერთეულ შემთხვევებამდე ჩამოვა ვაქცინით მართული ეს დაავადება. და ბოლო შეკითხვა ყველაზე ხშირად სწორედ შემოგდის, როდის დაიწყება მეორე ეტაპი? მეორე ეტაპი დაიწყება, რაც მას შემდეგ, რაც ჩვენ პარტნიორებს დავარწმუნებთ, რომ ეს პირველი ეტაპი შევასრულეთ წარმატებით. საბედნიეროდ ყველა პირობა არის ამისთვის და დაახლოებითი ვადა რო გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შემოდგომა ოქტომბერი-ნოემბერი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და გაეცით ჩვენ შეკითხვებს. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ, როგორ ებრძვიან C ჰეპატიტს ციხეებში? პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი. სტუდიის სტუმრებთან ერთად კი იმის გარკვევა შევეცდებით, თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა მძიმე ქრონიკულ დაავადებასთან და როგორია ცხოვრება C დიაგნოზით. რეკლამა გაივლის ძალიან მალე, დარჩით იმედზე. რა კეთდება C ჰეპატიტის დასამარცხებლად? როდის დაიწყება პროგრამის მეორე ეტაპი, რომელზეც 20,000 ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული? როგორც იცით, 200,000-ზე მეტი პაციენტი არის დაფიქსირებული საქართველოში. დაავადების პრევენცია და C ჰეპატიტის გადადების რისკები. რამდენად უსაფრთხოა სტომატოლოგიური კლინიკების, სილამაზისა და სვირინგის სალონების მომსახურებით სარგებლობა? ჯერ არავინ არ შემოსულა და არავის არ უთქვია, რომ ესეთი სტერილიზაცია გავაკეთოთ. კურნალობა გისოსებს მიღმა. გამაგებინეს, რომ მე აღარ მქონდა C. როდის ჩაერთვება პენიტენციური სექტორი ელიმინაციის პროგრამაში? საპატიმროში მყოფი 180 პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მიიღეთ მონაწილეობა განხილვაში. დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელხას 15:05. მოგვაწოდეთ თქვენი კითხვები. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.5%, ლომბარდი 1.5%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსენი. საიდე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლუდი კოზელი. იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია პორტალი MyMakti. Maktis ოფისი შენს მობილურში. MyMakti, უახლესი ტექნოლოგიები Maktis ხარისხით.
იცი რა არის გალფი? გალფი არის ხარისხი, უმაღლესი სტანდარტის ევროპული საწვავი, ხარისხის კონტროლის უმკაცრესი სამეტაპიანი მექანიზმით, რომელიც იცავს მანქანის ძრავს და ზრდის გარბენს. გალფი არის სიზუსტე, მაღალტექნოლოგიური, ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც საწვავს ბოლო წვეთამდე იტყვის. გალფი არის G-Force, საწვავი შექმნილი გერმანელი ინჟინრების მიერ სპეციალურად საქართველოსთვის. საუკეთესოდ შეიძლება მანქანაში ჩაასხა. გალფი არის ერთგულების პროგრამა, რაც უფრო მეცას ხავდით უფრო ნაკლებს იხდით. გალფი არის მარკეტები, საკვები, სასმელი, ტელევიზია, ინტერნეტი, ბანკომატები, ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება დაგჭირდეს, სანამ შენ მანქანას საწვავით ავსებენ და სამუშაოდ გიმზადებენ. იცი რა არის გალფი? გალფი არის ყველაფერი და შენ გჭირდება რომ იყოს. ბელაქტი გთავაზობთ აქციას სააფთიაქო ქსელებში. იყიდეთ ბელაქტის ფაფა და მიიღეთ საჩუქრად ქართული წინდა და სხვა საბავშვო აქსესუარები. ბელაქტი, აირჩიეთ ხარისხიანი საკვები თქვენი პატარებისთვის. რეკომენდებულია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ. პეპსის საზაფხულო გათამაშება დაიწყო 200 პრიზი დღეში. შეიძინე პეპსის ნებისმიერი პროდუქტი. გამოაგზავნე ყვითელი თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდი და მოიგე პირსახოცები, ყურსასმენები, უსადენო დამტენები, სელფის ჯოხები, საბვეისა და KFC-ის ვაუჩერები 2 პერსონაზე. პეპსის გამოწვევა დაიწყო. შეიგრძენი წამი. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე 2 დაუვიწყარი თვე ბათუმში. მრავალფეროვანი პროგრამა ყოველდღე, ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისათვის. ჩამოდი, გაერთე და ისმენე. ჰიტ ბათუმი 2015. აქ ყოველდღე რაღაც ხდება. ყოველდღიურად 40%-მდე ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში. მთელი საფხულის განმავლობაში. რაზეა ფასდაკლება? აჰავას, დოლივას, ელაროს, ბებლის, ლობელოს, ნესტლეს, გულიას, გარნიეს და კიდევ სხვა მრავალ ბრენდზე. ამაზეც მაგარია. ფასდაკლება ყოველდღეა? რა თქმა უნდა ყოველდღე. თან მთელი საფხულის განმავლობაში. ამავე დროს ფასდაკლების დღეებში ავერსის აფთიაქებში მიიღებთ 25%-მდე ფასდაკლებას მედიკამენტებზეც. სილქნეტის მეოთხე თაობის სწრაფი ინტერნეტის დაფარვის ზონა გაიზარდა. გაიაქტიურე სერვისი სახლისთვის თვეში მხოლოდ 20 ლარად და საჩუქრად მიიღეს სილქნეტის ინტერნეტ მოდემი. სილქნეტი 200. ვისარუდა ჯამთელი და გრძელი თმა. მე შევქმენი სანსილკის ახალი სერია თმის ჯამთელი ზრდა. ის ეხმარება თქვენს თმას ზრდაში და უნარჩუნებს მას ძალას ძირიდან ძმერამდე. ამიტომაც თქვენ არ გიწევთ თმის შეჭრა. ახალი სანსილკი თმის ჯამთელი ზრდა. აქცია ლეისისგან. გათამაშებაშია 35,000 პრიზი. შეაგროვე ლეისის ცარიელი შეფუთვები და მიიღე ზღვის სანდალი, მზის სათვალე, ყურსასმენები ან დინამიკი. საჩუქრების მიღება შესაძლებელია ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე leis.com.gr. ზაფხული ლეისთან უფრო გემრიელია. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასი. მონტერეი ლუქს, ლიდერი ქართულ ბაზარზე. ქალბატონებო და ბატონებო, დუგლაძეების ღვინის კომპანია წარმოგიდგენთ ცქრიალა ღვინოს სამეფო. სამეფო, ცქრიალა ხასიათი. სამსახური, საყიდლები, ბავშვის მოვლა, უძლებს კი თქვენი ფეხები ასე დატვირთვას. ლიოდანი ეფექტურად ამცირებს ფეხების შეშუპებასა და დისკომფორტს, სწრაფად განიჭერთ სიგრილისა და სიმსუბუქის შეგრძნებას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. TBC ბანკის ახალი სერვისით შეგიძლია პირდაპირ გადაურიცხყოფილი ყველას მისი ნომერიც იცი, მაგალითად ოთოს, ერთად მუშაობთ. ნუცასაც, ოთოს შეყვარებულს, შენი კლასელი იყო. ნუცას მეზობელ ერეკლესაც დაეხმარებინ. მეგობრობთ. ერეკლეს დაცულ გაიცან? სოფო. ნორმან ვეიცის წიგნი თარგმნა. ნორმან ვეიცის ნომერსაც გაიგებ სოფოსგან, მაგრამ ვერ გადაურიცხავ, რადგან ქართული ნომერი არ აქვს. გადაურიცხე ყველას, ნორმან ვეიცის გარდა. TBC ბანკი, გადარიცხე პირდაპირ მობილურის ნომრით, დააგროვე ქულები და მიიღე საჩუქრები. ყურა
ყურადღება. Vivush G გთავაზობთ ყველაზე დაბალ პროცენტს ყოველ განმეორების სესხზე. პირველი სესხი კი კვლავაც უპროცენტოა. მოითხოვე ახლავე და მიიღეთ ახლა სულ რაღაც 15 წუთში. Vivush G პული თანამედროვე ხალხისთვის. ჩემმა სტომატოლოგმა მითხრა, რომ ექსპერტი გამხვდარიყავი Blendamate Pro ექსპერტთან ერთად. მან მითხრა, რომ შედეგი საოცარი იქნებოდა. უკეთესი დაცვა საკვებისა და სითხის მჟავისგან, რათა თქვენი კბილები უფრო ჯანსაღი და ძლიერი იყოს. წარმოუდგენელი ცვლილება შევნიშნეთ ჩემს კბილებზე პირველივე გამოყენების შემდეგ. გახდი ექსპერტი Blendamate Pro ექსპერტთან ერთად. არ აღიარს გადადება. მარტივად გადავიხადე და გამოვიტანე შეშა. ჩემო დგომაზე თელში ამით ვინა როგორ მოვიცალო კაცო? დღესვე მოიმარაგე კუთვნილი შეშა. დღემე ხოლე კაცსაო. სახლი დაენგრა თავსა. ყურადღება, სასწრაფო სარეკლამო განცხადება, მოსახლეობა კარგავს მინერალებს. როცა კარგავ მინერალებს, იკარგება სიცოცხლის ძალაც და უბრალოდ ითიშები. მაგრამ არსებობს გამოსავალი. მხოლოდ მიტარბი შეიცავს აქტიურ მინერალებს. მათი დახმარებით მინერალური წყალი მოპოვების უმაღლეს წერტილში 1320 მეტრზე ამოდის. სწორედ ამიტომ მიტარბის აქტიური მინერალები გმატებს ენერგიას და ცხოვრების ხალისს. მიტარბი დაიმუხტე მინერალების ძალით. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყურადღება. Vivush G გთავაზობთ ყველაზე დაბალ პროცენტს ყოველ განმეორების სესხზე. პირველი სესხი კი კვლავაც უპროცენტოა. მოითხოვე ახლავე და მიიღეთ ახლა სულ რაღაც 15 წუთში. Vivush G პული თანამედროვე ხალხისთვის. Tegeta Motors-ში გრანდიოზული გათამაშება პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. ყოველ დახარჯულ 100 ლარზე მიიღეთ გათამაშების ერთი ბილეთი. თამაშდება Mazda 3, 2 საგზური მალდივებზე, 3 iPhone 6, 3 ლეპტოპი და სხვა 20,000-ზე მეტი პრიზი. ყურადღება, მოისმინეთ ივლისისთვის ექსპრეს შეთავაზება. ექსპრეს ბანკი წარმოგიდგენთ ახალ ექსპრეს კარტს, ახლა უკვე საკრედიტო ლიმიტით. ექსპრეს კარტი არის ყველაზე უნივერსალური ბარათი, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტში, გადაიხადოთ ტრანსპორტით მგზავრობის საფასური, დააგროვოთ გადახდისას ექსპრეს ბონუს ქულები. მათ შორის უკვე ექსპრეს კარტზე დამტკიცებული საკრედიტო და განვადების ლიმიტის გამოყენებისას. 31 ივლისის ჩათვლით აიღეთ ექსპრეს ბანკში ახალი ექსპრეს კარტი უფასოდ და მიიღეთ საჩუქრად 1000 ექსპრეს ბონუს ქულა. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ჯემფესტი წარმოგიდგენთ გრანდიოზული გახსნა 31 ივლისი. ანაკლია პირველად საქართველოში. Armin van Buuren, W&W, Nuera, Evil Waves, ყველაზე დიდი ფოიერვერკი საქართველოს ისტორიაში. მზე, ზღვა და თავისუფლება. ბილეთები იყიდება საიძე Inventor-G და TBC Face ტერმინალებში. ჯემფესტი შენგელოდება. პეპსის საზაფხულო გათამაშება დაიწყო. 200 პრიზი დღეში. შეიძინე პეპსის ნებისმიერი პროდუქტი. გამოაგზავნე ყვითელი თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდი და მოიგე პირსახოცები, ყურსასმენები, უსადენო დამტენები, სელფის ჯოხები, Subway-სა და KFC-ის ვაუჩერები 2 პერსონაზე. პეპსის გამოწვევა დაიწყო. შეიგრძენი წამი.
მეგამოლი ხსნის ტექნიკის, ტექსტილის, ჭურჭლის და თეთრეულის ჰიპერმარკეტს. კონდიციონერი თვეში 28 ლარი, ტელევიზორი თვეში 28 ლარი, მაცივარი თვეში 32 ლარი, გაზგურა თვეში 25 ლარი, გერმანული ქვაბების ნაკრები ზილინგერი თვეში 16 ლარი. სასიამოვნო სურპრიზები და მუდმივი ფასდაკლებები გელით ჩვენთან. როცა ერთი ტუკი მეორეს ხვდება, მათ შორის კი შიგთავსია, ეს უკვე ახალი სუპერ სასუსნავია. ორი კრეკერი ტუკი მადის აღძვრელი შიგთავსით, რომელიც 9-ში უნდნება. ტუკ სენდვიჩი, გემრიელი სახელმწებისთვის. დიდი ხანია მანქანაზე ოცნებობ, მაგრამ თანხა არ ყოფნის, ნუ კარგავ დროს, ისარგებლე მოგილს ავტოლიზინგით. მანქანის ღირებულების 98%-მდე თანხა იმავე დღეს და რაც მთავარია ლარში. მოგილ, ყველაზე მარტივი ავტოლიზინგი საქართველოში. სამიჯი 4G სამიჯი 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. გახსენით ოქროს თამასუქი ლარში და მიიღეთ რეალური 15%-იანი სარგებელი. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიდე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლუდი კოზელი. იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია პორტალი MyMakti. Maktis ოფისი შენს მობილურში. MyMakti. უახლესი ტექნოლოგიები Maktis ხარისხით. რა კეთდება C ჰეპატიტის დასამარცხებლად? როდის დაიწყება პროგრამის მეორე ეტაპი, რომელზეც 20,000 ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული? როგორც იცით, 200,000-ზე მეტი პაციენტი არის დაფიქსირებული საქართველოში. დაავადების პრევენცია და C ჰეპატიტის გადადების რისკები. რამდენად უსაფრთხოა სტომატოლოგიური კლინიკების, სილამაზისა და სფირინგის სალონების მომსახურებით სარგებლობა? ჯერ არავინ არ შემოსულა და არავის არ უთხოვია, რომ ესეთი სტერილიზაცია გავაკეთოთ. კურნალობა გისოსებს მიღმა. გამაგებინეს, რომ მე აღარ მქონდა ცია. როდის ჩაერთვება პენიტენციური სექტორი ელიმინაციის პროგრამაში? საპატიმროში მყოფი 180 პაციენტის მდგომარეობა დღე მძიმდება. მიიღეთ მონაწილეობა განხილვაში. დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ-ხაზს 1505. მოგვაწოდეთ თქვენი კითხვები. თქვენ უყურებთ იმედს, ეთერშია გადაცემა ცხოვრება C დიაგნოზით. კურნალობა გისოსებს მიღმა, ხოლო ინტერფერონით ტარდება ჯერჯერობით. ახალ პრეპარატზე სოფუს ბუივირზე პატიმრებს ხელი არ მიუწვდებათ, არა და იმ ჯალდებულთა რაოდენობა, რომელთაც ღვიძლის საკმაოდ ძიმე დაზიანება აღენიშნებათ, საკმაოდ დიდია. თორნიკე კვერენჩხილაძე დაინტერესდა საპატრიარქოში არსებული მდგომარეობით. საპატიმროებში არსებული მდგომარეობით უკაცრავად. და მოგილოცონ კურნალობა დასრულდა წარმატებით. გიორგი ამ სიტყვებს დიდი ხანი ელოდა. მსჯავრდებულმა მკურნალობის სრული კურსი გაიარა, ექიმის მითითებები ზედმიწევნით შეასრულა და C ჰეპატიტით ციხის პირობებში დაამარცხა. არადა მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, F4. ჩავიტარე 6-იანი მკურნალობა და მართლის წყალობით დღესდღეობით 6 თვის თავზე ბოლო ანალიზი ავიღე და C ჰეპატიტი დამარცხებული. გიორგის მსგავსად სხვადასხვა საპატიმროში ინტერფერონით ვირუსი 300-მდე მსჯავრდებულმა დაძლია.
მხოლოდ გლდანში 50-მდე პატიმარია, რომელმაც უკუჩვენების გამო ინტერფერონ თერაპია ვერ ჩაიტარა. ახლა მათი იმედი სოფოსბულვირია. მათ აქვთ გარკვეული მონაცემები სისხლის საერთო ანალიზში თუ სხვა მხრივ, მათთვის ინტერფერონ თერაპია კატეგორიულად უკუნაჩვენებია და ასეთ პაციენტებთან ველოდებით ახალი პრეპარატის სოფოსბულვირის შემცველი რეჟიმით მკურნალობის ჩატარებას. C უძლური აღმოჩნდა ირმას შემთხვევაშიც. ნომერ მე-5 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი რეკორდულად მოკლე დროში განიკურნა. ინტერფერონით გამოწვეული გართულებების გადატანაში კი მას ფსიქოლოგები და მსჯავრდებულები დაეხმარნენ. 2 თვინახევრის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან უკვე გამაგებინეს, რომ მე აღარ მქონდა C, ანუ როგორც ხდება გამყინვარება. მაგრამ სრული კურსი ჩავიტალე 6 თვე, შემდეგ 6 თვის მერე გადამოწვნა ისევ ანალიზები და მომივიდა, რომ ვარ სრულიად განკურნებული. ჩვენი სიუჟეტის ორივე გმირმა ვირუსი ინტერფერონით დაძლია. ქალთა დაწესებულებაში კიდევ ერთი ინფიცირებული ვნახეთ. თუმცა მან საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო ჩვენთან საუბარზე უარი თქვა. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საპატიმროში საერთო ჯამში 4500 მსჯავრდებულია C ჰეპატიტით ინფიცირებული. აქედან განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა არის 180. მათთვის ინტერფერონით მკურნალობა არ შეიძლება, რადგან ეს მათი სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამიტომ სასჯელ ახსულების დაწესებულებაში ახლა ელოდებიან ახალ წამალს, სოფოსბულვირს. პირდაპირ ეთერში გვერდება კახა კახიშვილი, საქართველოს სასჯელ ახსულების და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობას ღებულობთ გადაცემაში. საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, მე ვისალმები იმედის ტელემოყურებელს. როდიდან დაიწყება ახალი პრეპარატით მკურნალობის პროცესი პენიტენციურ სისტემაში? თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ახალი პრეპარატის საშუალებით მკურნალობის დაწყებისთვის საჭიროა სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ ამ შემთხვევაში ვასრულებთ სრულად ვალდებულებას, ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა სასჯელ ახსულების დაწესებულებაში შესაბამისი ოთახების მომზადება, სადაც მოხდება წამლის შეტანა, წამლის შენახვისთვის საჭირო სეიფების აღჭურვა ამ ოთახების და ასევე ვიდეო მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ წამლის მიღების პროცესი უნდა იყოს გადაღებული აუცილებლად ვიდეო კამერაზე. ამისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობები და დაახლოებით სექტემბრიდან ჩვენ უკვე მზად ვიქნებით დავიწყოთ ახალი პრეპარატით მკურნალობა ჩვენი პატიმრების. 180 პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და თქვენ როგორც იურისტმა იცით, რომ მათ კანონით უკვე აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ არიან გისოსოს მიღმა, უფლება ჩაერთონ ელიმინაციის პროცესში, ვინაიდან აკმაყოფილებენ მთავარ მოთხოვნებს. აქვთ ქართული პასპორტი, არიან საქართველოს მოქალაქეები, იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ღვიძლის დაზიანება არის F4 და მეტი და თქვენმა უწყება მათი რაოდენობის შესახებ იცოდა უფრო ადრე, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტრო გაერკვევდა თუ რა ხდება სამოქალაქო სექტორში. რატომ არ მოხდა 2014 წლიდან საკმაოდ ეფექტურად დაიწყეთ და თქვენ პირველებმა დაიწყეთ ჰეპატიტთან ბრძოლა, თქვენმა უწყებამ პენიტენციალურ სისტემაში, რატომ ვერ მოემზადეთ და რატომ არ დარჩეთ კვლავ პიონერებად ამ საკითხში? არა, საკითხს მე მგონი არასწორად ვისვოთ, რატომ ვერ მოემზადეთ ესე არ არის, თქვენ მით უმეტეს სასჯელ ახსულების სისტემის მიმართ, ვინაიდან გახსოვთ, რომ ზუსტად სასჯელ ახსულებაში დაიწყო C ჰეპატიტის მიმართ ბრძოლა და 2013 წლიდან დღემდე 10000-ზე მეტ პატიმარს ჩაუტარდა სკრინინგი და სკრინინგის შემდეგ შესაბამისი ასევე დიაგნოსტიკა და ფიბროსკანი, რომლის მეშვეობითაც შემდგომში დადგინდა შესაბამისი ხარისხები. აქედან გამომდინარე 263 შემთხვევაში სრულად გამოხდა ჩვენი პატიმრების ამ მძიმე ინფექციური დაავადებიდან. რაც შეეხება კონკრეტულად ელიმინაციის პროგრამას ახალი პრეპარატით, სოფოსბულვირთან იგივე სოვალდით, ჩვენ რა თქმა უნდა ამისთვის მზად ვართ, უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა მოგახსენოთ, რომ ამისთვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება, ამას ჩვენ ვაკეთებთ და აუცილებლად სექტემბრის თვიდან ჩვენი სისტემის 180-ზე მეტი პატიმარი ჩაერთვება ამ პრეპარატის მკურნალობის პროგრამაში. ძალიან მსგავსი პასუხი ესმოდათ მსჯავრდებულებს თქვენი
წინა ახლა პოლიტიკური ოპონენტების ხელისუფლებაში ყოფნის დროს და სწორედ ესეთი დამოკიდებულება ვიდრე ინფრასტრუქტურა არ იქნება მზად, ხელმისაწვდომობა იქნება საკმაოდ დაბალი. დამთავრდა ჯერ ხვიჩა პოღოსიანის кейსით, როდესაც საქართველომ წააგო სტრასბურგის სასამართლოში მარტო იმის გამო, რომ არ მოხდა ადამიანის ბადრაგირება. მაყურებელი ახლა ეკრანზე ხედავს ადამიანს, რომელმაც პირველად მოითხოვა საპატიმროში, რომ მისთვის ელემენტარულად დიაგნოსტიკა ჩაეტარებინა და ის ითხოვდა თავისი ფულით გადაყვანას ბადრაგირებას კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარებდნენ ანალიზებს. ამის უფლება მას როგორც მოქალაქეს აქვს. უბრუნდებით დღევანდელ რეალობას იმ 180 პატიმარს, რომელსაც დღეობით თქვენ სისტემაში აქვს F4, აქვთ უფლება მოითხოვენ, რომ მათი ბადრაგირება მოხდეს. თუ ისინი ხვალ მოისურვებენ ამით ისარგებლონ, თქვენი სისტემა მზად არის, რომ ამას ხელი შეუწყოს, თუ სექტემბრამდე უნდა დაველოდოთ? პირველ რიგში ცოტა უცნაურია, რომ თქვენ პასუხი შეადარეთ წინა ხელისუფლების პასუხს. მე მინდა მოგახსენოთ, რომ 2012 წლამდე საჯელახსოვრების სისტემაში C ჰეპატიტით მკურნალობდა მხოლოდ 13 პაციენტი. და მე გეუბნებით ციფრებს 10,000 პატიმარს ჩაუტარდა შესაბამისი სკრინინგი. ეს გავიგე, მე აბსოლუტურად გავიგე, თქვენ წინა პასუხს იმეორებთ, მაგრამ 10,000 შორის და 13 შორის მე მგონი სხვაობა ვერ უნდა დაინახოთ. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიძახი და მინდა განვაცხადო ამ კითხვასთან დაკავშირებით ჩვენი სამინისტროს პოზიცია. არის შესაბამისი პარამეტრები, რომლის უზრუნველყოფის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი ელიმინაციის პროგრამის განხორციელება საპატიმრო დაწესებულებებში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ამის უკვე აქვთ, ბატონ კახი, იცი რატომ ვიქნებთ, ვინაიდან დადებითი მინისტრის პირველი მოადგილე და იურისტი. თქვენ ალბათ ყველაზე კარგად იცით, რომ თუ გააქვს კანონით მინიჭებული უფლება, შენ გააქვს უფლება ისარგებლო ამით. რა თქმა უნდა, ზუსტად ამისთვის ვემზადებით ჩვენ, დადგენილება მთავრობის ძალაშია. ამ დადგენილების საფუძველზე ჩვენ უკვე ვამზადებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას, სია მზად არის. ანუ ჩვენ შემდეგ კი არ დავიწყებთ ეხლა განსჯას იმისა, თუ ვინ უნდა ჩაერთოს პროგრამებში. აბსოლუტურად ყველაფერი არის მზად. 180 პატიმრიანი სია უკვე შედგენილია, ვინც ჩაერთვება 1 სექტემბრიდან ამ პროგრამაში. აქედან გამომდინარე, ისეთი კონკრეტული შემთხვევა, რომელიც საჭიროებს მაინც და მაინც დღეიდან კურნალობის დაწყებას, ასეთი შემთხვევა ჩვენთან არ ფიქსირდება და გარწმუნებთ. ასეთი შემთხვევა რომ ყოფილიყო, არა მხოლოდ C ჰეპატიტის კუთხით, არამედ სხვადასხვა დაავადებებით ჩვენ გადაყავს პატიმრების სამოქალაქო კლინიკაში და სახელმწიფო ხარჯავს უამრავ თანხას იმისთვის, რომ კონკრეტული მსჯავრდებულების სიცოცხლის უფლება იყოს უზრუნველყოფილი. 1 სექტემბერი დაასახელეთ თქვენ როგორც თარიღი, რომლის შემდეგაც დაიწყება სოფოს ბუვირით პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტთან ბრძოლა. ეს პირობითი თარიღია თუ 1 სექტემბერი არის უკვე დამტკიცებული თქვენი გეგმის? რატომ გაწუცნაურ კითხვებს? 1 სექტემბერი პირობითი ვერ იქნება. რომ ეთქვა სექტემბერი, იქნებოდა პირობითი. 1 სექტემბერი არის 1 სექტემბერი. 1 სექტემბრიდან პირობითი რომელიც რიცხვია მე ვერ გავიგე. როდესაც მე ვაცხადებ, რომ 1 სექტემბრიდან დაიწყება კურნალობა ახალი პრეპარატით, ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად 1 სექტემბრიდან ღამის 12 საათამდე დაიწყება ამ პროგრამის განხორციელება ჩვენს სამინისტროში. ბატონ კახ, თქვენ შეიძლება გეღიმებათ და შეკითხვების უცნაური გეჩვენებათ. მე ვარ პაციენტი და გაერთიანების ხელმძღვანელი და ძალიან კარგად მესმის თუ რამდენად მძიმეა, როდესაც იცი, რომ დღითი დღე სიცოცხლისათვის სახიფათო ვირუსი არის შენ ორგანიზმში და გაქვს ელემენტარულად სურვილი და როგორც მოქალაქეს თქვენთვის არის ერთი გადაცემა, და ჩვენთვის არის 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი. თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ თქვენ ხარ საჯარო სამართალში და ბიუჯეტიდან ამყოფილი თანხებია. ძალიან დიდი მადლობა. გამოფილი თანხებია იმისთვის, რომ ჩვენ პატიმრების სიცოცხლე უზრუნველყოთ, ჯანმრთელობის ხარისხი იყოს, ჯანდაცვის სისტემა იყოს ჩვენთან აბსოლუტურად უზრუნველყოფილი და იმისთვის, რომ ჩვენ პატიმარი დავაბრუნოთ უკვე საზოგადოებაში რესოციალიზაციის პროგრამის გავლით. ძალიან დიდი მადლობა. და ამიტომ ერთი გადაცემის ფარგლებში შეიძლება ამაზე ვისაუბროთ ძალიან 1 საათი, 2 საათი, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს არის 24 საათიან რეჟიმში სამინისტროს თითოეული თანამშრომლის შედეგად მიღწეული ის, რომ დღეს აგერ თქვენ თავად სიუჟეტში აჩვენეთ, 2 პატიმარი, რომელიც დათანხმდა ინტერვიუს და სრულად განიკურნა, 263 პატიმარი სრულად არის განკურნებული, ზუსტად ამ ხელისუფლების პირობებში.
10,000 პატიმარს ჩაუტარდა სპეციალური სკრინინგი არა მხოლოდ C-ჰეპატიტზე, არამედ ასევე შიდსის ინფექციაზე და სახელმწიფო არ ზოგავს არანაირ რესურსს იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. იმაზე მეტად კიდე, ვიდრე ეს ხდება სამოქალაქო კლინიკებში. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში და პასუხი გაეცით ჩემს უცნაურ შეკითხვებს. მე მართლაც მინდა გულით გისურვო წარმატება, რომ 1 სექტემბრიდან უკვე პენიტენციარის სისტემაც და სექტორის მთლიანად ჩაერთოს ელიმინაციის პროგრამაში. 180-მდე პაციენტი ელოდება ამ დღეს. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. 2014 წელს ჰეპატიტთან ბრძოლა სწორედ პენიტენციალურ სისტემაში დაიწყო, თუმცა 2014 წლამდე C-ჰეპატიტის პრობლემებზე მხოლოდ არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ფონდები მუშაობდნენ. სწორედ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ხელმძღვანელებს თხოვეთ ესაუბრათ პრობლემების მასშტაბურობაზე, რომელიც C-ჰეპატიტს უკავშირდება, მთავარ გამოწვევებზე და ელიმინაციის პროგრამის შეფასება. თხოვეთ. ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ პრობლემაზე დაიწყო საქართველოში მუშაობა. ჯერ კიდევ 2010 წელს კვლევებმა აჩვენა, რომ C-ჰეპატიტის მკურნალობა იყო ურთულესი და უძვირესი საქართველოში, უფრო ძვირი ვიდრე რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ მხარი დაუჭირეთ C და B ჰეპატიტის პაციენტთა ასოციაციას, რათა მათ ესაუბრათ ამ პრობლემაზე, გარშემო შემოეკრიბათ ის ადამიანები, რომელიც არის დაავადებული და ოჯახები, მოხდარიყო მათი მობილიზაცია, იმიტომ რომ მოხდეს ადვოკატირება, რომ სახელმწიფო მეტი თანხები, დრო და ყურადღება დაუთმოს ამ პრობლემის მოგვარებაში. მთავარი გამოწვევები ამ საკითხში არის ის, რომ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ძალიან ბევრს ეხება ქვეყანაში. როგორც იცით, 200,000-ზე მეტი პაციენტი არის დაფიქსირებული საქართველოში და 200,000 ადამიანს გარშემო ყავს ასევე ოჯახები. ანუ პრობლემის, ვთქვათ, მასშტაბი საკმაოდ დიდი არის. ეს სწორედ ის შემთხვევაა, სადაც ხელისუფლება, სამოქალაქო სექტორი და რა თქმა უნდა სამედიცინო საზოგადოება ახერხებენ ერთად მუშაობას. ელიმინაციის პროგრამის დაწყება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უნიკალური ექსპერიმენტია. ამ ეტაპზე აუცილებელი არის, რომ საზოგადოებამ ისე თავის როლი ითამაშოს და ესაც გამოწვევა არის, რომ საზოგადოების როლი არის, რომ მონიტორინგი გაუწიოს სახელმწიფოს თუ როგორ განხორციელდება ეს პროგრამა. მიესალმებით ჩვენი გადაცემის სტუმრებს. სტუდიაში მოვიწვიეთ ვალერი კვარცხელია, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ელიმინაციის პროგრამის ხელმძღვანელი, საღამო მშვიდობისა. ასევე ჩვენთან ერთად არის ქალბატონი ელზა ვაშაკიძე, სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ჰეპატოლოგი. ჩვენ თხოვეთ გადაცემაში მონაწილეობა მიიღო ბატონ თემურ რადიანს, პროფესიით ბიოლოგია და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ის უკვე ჩართული არის ელიმინაციის პროგრამაში. მოგიყვება თუ რამდენად ადვილია ამ პროგრამაში მოხვედრა პაციენტისთვის. ასევე ჩვენთან ერთად სტუდიაში არის ქალბატონი მაია ბუწაშვილი, ექიმი, ინფექციონისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორი, C-ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და სტიგმაზე ვისაუბრებთ ბესო კუპრეიშვილთან, რეჟისორი, თითების თეატრის ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც არ მალავს თავისი დიაგნოზის შესახებ. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა რომ გვეწვიოთ სტუდიაში. ბატონო ვალერი, თქვენთან გვაქვს შეკითხვა, რომელიც შემოდის ცხელი ხაზის მეშვეობით, სად შეიძლება უფასო სკრინინგის ჩატარება? მიუხედავად იმისა, რომ მრავალ საინფორმაციო გამოშვებაში და ვებგვერდზე უკვე დადევს ამის შესახებ ინფორმაცია, იქნებ კიდევ ერთხელ მოგვაწოდოთ დეტალური სია. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ თქვენ ამ თემით ძალიან სერიოზულად ხართ დაკავებული და წელიწადში ერთხელ აკეთებთ ესეთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გადაცემას. სანამ კონკრეტულ მისამართებს მიუთითებდე, მინდა გამოვიხმაურო ჩემს კოლეგას, რომელიც ახლა საუბრობდა საჯის დასრულებით სისტემაში C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებაზე. ზუსტად ესია, სექტემბერში, 1 სექტემბერს დაიწყება ეს პროგრამა. მთავრობის დადგენილება უკვე ამასთან დაკავშირებით არსებობს, უბრალოდ არის ტექნიკური საკითხები, საგვარებელი. ადამიანს როდესაც აქვს უფლება ის თანამდებობის დადგენილებას არ ელოდება. ეს იყო შეკითხვა, რომელსაც პასუხი მივიღეთ და გასაგებია, რომ 1 სექტემბერამდე ჩაიწყო. ადამიანს აქვს უფლება, უბრალოდ ყველას ერთად ვერ ჩავრთავ თქვენ ციცით. გასაგებია. შეზღუდულია ჩვენი შესაძლებლობები. სად შეიძლება სკრინინგი ჩატარება? შეიძლება თბილისში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე და რეგიონალურ ცენტრებში, სადაც აქვს ლაბორატორია
დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ეს არის ქუთაისი, ეს არის ზუგდიდი, ეს არის ბათუმი, შეუძლიათ მიმართონ და ჩაიტარონ უფასო სკრინინგი. რა ნიშნით გამოარჩიეთ ეს რეგიონები, რატომ არ არის ქვემო ქართლში? არაფერი არ გამოგვირჩევი ამ შემთხვევაში, უბრალოდ აქაც რესურსი შეზღუდული, ეხა ვაკეთებთ აქ, მომავალში ვაპირებთ ქვემო ქართლშიც, კახეთშიც, სამცხე-ჯავახეთში იგივე პროცედურები ზუსტად გავიმეორებთ. ამის გარდა თქვენ ალბათ საქმის კურსში ხართ, ჩვენმა სამინისტრომ ესეთი მოწოდება და თხოვნა ქონდა კლინიკების მიმართ, ქვეყანაში არსებული კლინიკების მიმართ, რომელიც არის კერძო და ჩვენ არ აგვაქვს უფლება მათ რამე დავევალოთ, მათ ვთხოვეთ, რომ თავიანთ კლინიკებში ასევე ჩაეტარებინათ გეპატიტის კვირეულთან დაკავშირებით უფასო სკრინინგ გამოკვლევები, ისინი დაგვთანხმდნენ ამაზე და ძალიან ბევრი კლინიკა ასევე ჩაუტარებს უფასო გამოკვლევის თავის პაციენტებს და ამავე დროს თავის თანამშრომლებს, ძირითადად რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის ჯგუფია, რომელიც სერიოზული რისკის ქვეშ არის, ყოველთვის იცით, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავეები არიან მაღალი რისკის მატარებლები ამ შემთხვევაში. ხალბატონელზე, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და ვიდრე შემოვიდოდა ახალი პრეპარატი, ინტერფერონი იყო ერთ-ერთი მთავარი წამყვანი პრეპარატი, რაზეც იყო დაფუძნებული მთლიანად C ჰეპატიტთან ბრძოლა, ეხლა შემოვიდა სოფუსბუვირი. გადაცემამდე საუბრისას გითხრათ 200-მდე პაციენტი უკვე გადის დაიწყო თქვენი მეთოდოლოგიის ქვეშ ამ ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობა. რამდენად ეფექტური არის ეს ახალი პრეპარატი და რა შედეგი ჩანს უკვე ამ ეტაპზე? მე მინდა გითხრათ, რომ ეს პრეპარატი არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც მონოთერაპიის სახით, ანუ როგორც ერთადერთი პრეპარატი. ეს ხშირად შეცდომა არის ხოლმე ჩვეულებრივი გამოსვლების დროს, ის გამოიყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ახლა ჩვენთვის დღეს ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ეს გახლავთ ინტერფერონის და რიბავირინის რეჟიმზე დამატება, რის შედეგადაც ეფექტურობა გაიზარდა ორჯერ 50-დან უკვე 95% და რაც ყველაზე მთავარია, მკურნალობის ხანგრძლივობა შემცირდა 4-ჯერ. იმ პაციენტებში, ვისთვისაც არ შეიძლება ინტერფერონის დანიშვნა, ეს პრეპარატი ინიშნება ასევე კომბინაციაში ოღონდ რიბავირინთან ერთად. ანუ ეს მონოთერაპიის სახით არ გამოიყენება. შედეგი ასევე მაღალია თუ მანდ უკვე შედეგი შედარებით უფრო დაბალია, თქვენ ჰარვონზე საუბრობდით წინა ბლოკში, აი ჰარვონი, აი იქ უკვე ორი პრეპარატია. არის შიგნით სოფოსბუვირი და კიდევ ერთი ლედიპასვირი მეორე პრეპარატი, რომელიც შესაძლებელია რიბავირინთან ან მის გარეშეც, ანუ იქაც უკვე ორი პრეპარატია. ანუ მონოთერაპიის სახით ეს პრეპარატი არ განიხილება. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ჩემს გამოცდილებას, აბსოლუტურად მართალი ხართ, ერთ-ერთი პიონერი ვიყავ, ვინც დაიწყო ზოგადად ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში, მაშინ რაც იყო თქვა შესაძლებლობები, ინტერფერონი არ გახლავთ ცუდი პრეპარატი, თუმცა მისი ეფექტურობა გაცილებით დაბალია ვიდრე ახლანდელი რეჟიმების ეფექტურობა და ყველაზე დიდი პრობლემა პაციენტებს ექმნებოდათ მკურნალობის მეორე პერიოდში, როცა უკვე თითქოს ვირუსი აღარ იყო და აი ყველაზე მძიმე გადატანა, სწორედ ის 6 თვიდან 1 წლამდე იყო ყველაზე რთული და მძიმე. ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც. აი ეს პრობლემა დღეს აბსოლუტურად არის მოხსნილი. ვინაიდან მკურნალობის პერიოდი შემცირდა 4-ჯერ, როგორც ვთქვი. პრაქტიკულად თითქმის ყველა, მე არ ვლაპარაკობ ციროზით პაციენტზე, ყველა პაციენტი თითქმის მეტნაკლებად ახერხებს. ამდენად ეს ძალიან კომფორტული პრეპარატია. ეხლა ზოგადად რაც შეეხება ჩვენს პირველად შედეგებს, მინდა გითხრათ, რომ შედეგები პირველი მინდა მე როგორც ექიმმა განვაცხადო, რომ პროგრამა არის არაჩვეულებრივად ორგანიზებული თვითონ ეს ეტაპობრიობა გამოკვლევის. ჩვენ სპეციალისტებთან ერთად ამერიკელების დიდი დახმარება იყო და ყველა ნაბიჯი იქნა გათვლილი და მართლაც შესანიშნავი გათვლებია გაკეთებული. ეტაპობრივად ხდება პაციენტის გამოკვლევა და შემდეგ უკვე იწყება მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმების შერჩევა. არიან პაციენტები, სადაც ინტერფერონთან ერთად ნიშნავთ, სადაც არ შეიძლება იქ რეჟიმების სხვადასხვა ხანგრძლივობა არის. ანუ გათვალისწინებულია ყველა მომენტი არის გათვალისწინებული. кейსი როგორც ამერიკელები ამბობენ, რასაც შეიძლება გამოცდილება არის მთლიანად გაზიარებული და შესანიშნავი. და შემდეგი რაც მინდა გითხრათ, ჩვენი პაციენტების საკმაოდ დიდმა ნაწილმა უკვე აი ჩემი პაციენტებისა პირველადი შედეგები, რასაც სწრაფი ვირუსული პასუხი ქვია. უკვე მიაღწია ეს შედეგები ნამდვილად გასაოცარია. ინტერფერენზე ესეთი შედეგები არ იყო. გადატანა არ არის ცუდი, საკმაოდ კარგია, უმნიშვნელოა გვერდით ერგიდე, თუმცა იგი მართვადია, მაგრამ მე მთავარზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ის რომ პაციენტებმა მიაღწიეს წვავე ფაზაში, ანუ სწრაფ ვირუსულ პასუხს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი განკურნებულები არიან. ყველა პაციენტმა უნდა ბოლომდე ჩაიტაროს ის რეჟიმი, რომელიც ოპტიმალურად შემუშავებულია მათთვის, ეს ერთი და
განკურნებაზე ჩვენ ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ კურნალობის დამთავრებიდან 12 კვირის შემდეგ. აი მერე ალბათ შეხვედრა და პირველი შედეგების, აი ეს დაახლოებით იქნება ზამთრის პირზე, დეკემბრისთვის, ნოემბრისთვის, ალბათ იქნება უკვე სრულიად ობიექტური მონაცემი. რამდენად ადვილია ამ კომბინირებული თერაპიის ჩატარება, ეს ალბათ ექიმებზე შესაძლო უკეთესად საკუთარ თავზე აქვს გამოცილი პაციენტს და ერთ-ერთი პაციენტი ახლა თქვენ გვერდით ზის ბატონ თემურ, რამდენი ხანია რაც პროგრამაში ჩაერთვეთ თქვენ და რამდენი კვირა დაგშით? დიდი მადლობა მოწვევისთვის ირაკლი, მიუხედავად იმისა, რომ როგორც პაციენტს ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მომიწია საჯარო საუბარი ამ თემაზე, მე ვალდებულად ჩავთვალე უმეტესი მადლობა რომ მოხვდით. თქვენთან ერთად ყოფილიყავი ამ სტუდიაში და კიდე ერთხელ გვესაუბრა იმ უპრეცედენტო პროგრამაზე, რომელიც საქართველოში განხორციელდა და იმედებზე, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ამ პროგრამამ ჩაუსახა. რამდენი ხანია რაც უკვე იტარებთ მკურნალობის კურსს? 7 აგვისტოს უკვე იქნება მესამე თვე, რაც ჩართული ვარ ამ პროგრამაში. მე ზუსტად ციფრი არ მახსოვს, მაგრამ ვიყავი იმ 32 პაციენტში, რომლებიც ასე თქვა შეირჩა პირველი კურსი. თქვენ შემთხვევაში ეს არის სოფოსბუვირი, ეს არის ინტერფერონი და რიბავერი, თუ ინტერფერონი არ არის? ეს არის სოფოსბუვირი და რიბავერინი, იმიტომ რომ 2 წლის წინათ მე დავიწყე ინტერფერონი და რიბავერი და სამწუხაროდ ჩემს შემთხვევაში ესე იგი ამოშთა ისე რომ ვირუსი არ იყო ეფექტური. ამ შემთხვევაში გვერდით მოვლენები რამდენად რთულია გადასატანა? მე გვერდით მოვლენებზე ერთი პატარა დეტალი ისტორია მინდა მოვყვე. ერთ-ერთ ტელე არხზე ვიყავით მიწვეული ბატონი ვალერი, ბატონი პაატა ბურჭულაძე და მე ახალ დაწყებული მქონდა მკურნალობა მაშინ და რო დამთავრდა გადაცემა საგრემიოროში ვიდექით პაატა გრიმს იშორებდა და ბატონ ვალერის საუბარში უთხარი რომ ბატონ ვალერი ისე გადავეჩვე მეთქი სმას მეთქი რომ საერთოდ აღარ მინდა დალევა თქო და უცებ პაატამ წამოყო თავი და ბატონ ვალერი ამაზე მეტი უკუჩვენება რა გინდათ რო ადამიანი რო აი ნუ აი სერიოზული მიღების საკმაოდ ამ შემთხვევაში იცით რა არის აი სულებით არ ფიქრობ მე ამაზე რა აი ერთი წუთი არ მიფიქრია თქვა რაღაცა დისკომფორტი არ შემქნია პრინციპში მაგრამ რაღაცნაირად ვცდილობ რომ ეს მეორე და მესამე პლანზე გადავიტანო იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ რა აბსოლუტურად უპერსპექტივო იყო ეს ყველაფერი რასაც გუშინდელი დღე ერქვა და დღეს უკვე მე ძალიან მიხარია რომ მაგ ბოთლი რომელსაც აწერია ჩემი გვარი და სახელი და არის პრეპარატი რითაც მე უნდა საბოლოო ჯამში განვიკორნო რა დიდი მადლობა თალდმა თქვენ იყავით სხვა პროფესიონალებთან ერთად კომისიის წევრი რომელსაც შეიმუშავა ეს გაიდლაინი და გაკეთდა აქცენტი არა მარტო F4 სტადიაზე მყოფ პაციენტებს არამედ წახვედით უფრო შორს და დღის წესრიგში დადგა დაიწყო თუ არა მკურნალობა უკვე ციროზის სტადიაზე გადასული პაციენტების ეგვიპტეში ამაზე თქვენს უარი ჩვენ შემთხვევაში რა გვაძლევს იმ იმედის საფუძველს რომ ჩვენ შევძლებთ აი გართულებულ სტადიაზე დამარცხებას ამ დაავადების დიახ, ამაზე ბევრი საუბარი გქონდა და თამშიშობდით რომ კომპანია გილეადი შეიძლება არ დათანხმებულიყო ამ ჯგუფის პაციენტების მკურნალობაზე, ვინაიდან ესენი ყველაზე ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებენ. თქვენ ახლა ალბათ გულისხმობდით დეკომპენსირებულ ციროზის მქონე პაციენტებს, რომლებსაც 1 წლიანი მკურნალობა ჭირდება, შესაბამისად ხარჯი ბევრად მეტია. ამ პაციენტებთან დაკავშირებით სწორი ბრძანდებით რომ ეგვიპტემ უარი თქვა მკურნალობაზე, სწორედ იმის გამო რომ ხარჯი მაღალია და ეფექტურობა რა თქმა უნდა არ არის ისეთი როგორიც უფრო მსუბუქ პაციენტებში, მაგრამ ბევრი ფიქრის და განსჯის შემდეგ მაინც გადავწყვიტეთ რომ ამ პაციენტებისთვის შანსი მიგვეცა. რა თქმა უნდა ეს საკმაოდ წინააღმდეგობრივი საკითხია, ზოგიერთი ამ პაციენტისთვის შეიძლება დატვირთვაც იყოს ეს წამლები და გარკვეულად მათ ჯანმრთელობას ცოტა შეიძლება ზოგიერთ მათგანს დარტყმაც მიაყენოს, მაგრამ დიდი ნაწილისთვის ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი შანსი და კომისიამ გადაწყვიტა რომ მათთვის ეს შანსი მიეცა. და გაიდლაინით უკაცრად გაიდლაინით გათვალისწინებული რომ ისინი უფრო მეტი რაოდენობის პრეპარატს მიიღებენ, ვინაიდან ამ შემთხვევაში კურსი უკვე 1 წლის განმავლობაში გრძელდება. ანუ ეს გათვალისწინებული იყო ეს ფაქტორი. მინიმალური კურსი 3 თვიანი ამ ადამიანებს 48 კვირა, ანუ 1 წელი ჭირდებათ ეს პრეპარატი, მაგრამ მათთვის ეს ხელმისაწვდომია და თუ პაციენტს აქვს ესეთი მძიმე შორს წასული
ანუ დეკომპენსირებული ციროზი, ისინი ერთწლიან კურსში ერთვებიან. გარდა ამისა, გაიდლაინის შემუშავების დროს დებატების საგანს წარმოადგენდა ნარკომომხმარებლებისთვის მკურნალობის დროს რა პოლისი უნდა ფუნქციონირებს, რაზე შეთანხმდით საბოლოოდ? დიახ, ამაზე განსაკუთრებით დიდი დისკუსიები იყო. ორად იყოფოდა აზრი, არიან ადამიანები, სპეციალისტები, რომლებიც ემხრობიან იმ აზრს, რომ ნარკომომხმარებელს თუ თქვათ ის არ არის თანახმა მიატოვოს ნარკოტიკების გამოყენება, მკურნალობა არ უნდა დაუწყოთ. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული საფუძველი, ერთ-ერთი არგუმენტი მათი ის არის, რომ ეს ადამიანები ისევ და ისევ რეინფექციის რისკის ქვეშ არიან. მაგრამ არის მეორე ჯგუფი ადამიანების და მე ამ მეორე ჯგუფს მივეკუთვნები, რომლებიცაც მიაჩნიათ, რომ ამ ადამიანებს აუცილებლად უნდა დაუწყოთ მკურნალობა. და ამ მეორე ჯგუფის, ანუ პირადად ჩემი არგუმენტი ის არის, რომ თუ ჩვენ ელიმინაციაზე ვლაპარაკობთ, ეს სწორედ ის ჯგუფია, რომელიც განსაკუთრებით საჭიროებს მკურნალობას, ვინაიდან ამ პროგრამის გასაგებია, რომ მკურნალობა თითოეული პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის არის ძირითადად, მაგრამ მეორე მიზანი ამ პროგრამის ის არის, რომ მკურნალობის საშუალებით მოვახდინოთ პროფილაქტიკა. რაც ნაკლები ადამიანი იქნება ინფიცირებული და განიკურნება, მით ნაკლებად მოხდება დაავადების გავრცელება. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ნარკომომხმარებლები ზუსტად ის ჯგუფია, რომლებსაც პირველ რიგში უნდა ვუმკურნალოთ, რომ დაავადების გავრცელება შევამციროთ ქვეყანაში. ამიტომ საბოლოო ჯამში ჯანდაცვის სამინისტრო წამოვიდა ამაზე, რომ ეს პუნქტი, რომელიც თავიდან იყო ხელშეკრულებაში, რომ პაციენტს უარი უნდა ეთქვა ნარკოტიკების გამოყენებაზე, თუ მას სურდა ჩართვა პროგრამაში, ამოღებულ იქნა საბედნიეროდ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნარკომომხმარებლების უფლებადამცველები ყოველთვის ხას უსვამენ, რომ საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადაედგა, მაგრამ იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს იყოს ეფექტური, აუცილებელია ნარკოლიბერალიზაცია და აუცილებელია სხვა საკანონმდებლო ბაზა შეიქმნას, ვინაიდან ისინი ზიარ ნემსის გამოყენების გამო დაინფიცირების რისკი კვლავ რჩება საკმაოდ მაღალი. ამ მიმართულებით არის თუ არა იმის ალბათობა, რომ ადამიანი, რომელიც ჩართულია პროცესში და ებრძვის ჰეპატიტს C-ს და ამავდროულად ისევ ზიარი ნემსით თუ მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებას, კვლავ ხელახლა მოხდება მისი დაინფიცირება. ანუ ეს ყოფილა თუ არა განჯის საგანი თქვენი კომისიის დროს? რა თქმა უნდა, რეინფექცია, ეგრეთ წოდებული ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ანუ ხელმეორედ დაინფიცირება ძალიან გავრცელებულია განსაკუთრებით ნარკომომხმარებლებში და ასეთი პაციენტებია, ქალბატონელსაც დამეთანხმებოდა და ყველას ყოლია ინფექციონისტებს, ვისთანაც განკურნებული ინფექციის შემდეგ სხვა გენოტიპით, რა თქმა უნდა, ისევ დაინფიცირებულა. ერთი და იგივე ადამიანი. ერთი და იგივე ადამიანი, დიახ, და ეს შესაძლებელია სრულიად და ამიტომ ამ ადამიანებში პროფილაქტიკა არის ნომერ პირველი, რომ ისინი ხელახლა არ დაინფიცირდნენ და გარდა იმისა, რომ ამ ხელაწვალება ხარჯი წყალში იყრება, საჩნელი ტრაგედია, როდესაც მეორედ ინფიცირდება. ძალიან დიდი მადლობა. შეიძლება დავამატებ ამ თემას, იმ კომისიაში ჩვენ ყველაფერზე მსჯელობდით, ის რომ რამოდენიმე იყო საკითხი, რომელზეც მართლაც პრობლემა იყო გადაწყვეტილების მიღება, ერთ-ერთი იყო ხალხო მაიას სწორაბძანა, ნარკომანებთან დაკავშირებით და ჩვენ ამოვიღეთ ეს პუნქტი. ერთადერთი რეკომენდაციას უწევთ, რომ ამ შემთხვევაში თუ ისინი როცა მკურნალობის პერიოდში თუნდაც არ მოეხმარონ იქნება ძალიან კარგი და ეს რეკომენდაციის სახით დავტოვეთ და არა თქვათ სავალდებულო ან დაჟინებული ღონისძიების სახით და რაც შეეხება ძალიან მძიმე პაციენტებს, ციროზიან პაციენტებს, ამასთან დაკავშირებით მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტნიორების მართლა თავდადებული თავგანწირული შრომა, ეს არის CDC, რომელიც ძალიან დაგვეხმარა ამ თემაში, მაიას მე ძალიან კარგად დაახსოვს, როცა ჩვენ ვაგზავნით რაოდენობას ამ პაციენტების აღმოჩნდა, რომ თვითონ წამლის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ გვეგონა რომ ამაზე რა თქმა უნდა გილეადი არ წამოვიდოდა. თუმცა დაახლოებით 2 კვირიანი დუმილის შემდეგ მათ გვაცნობეს, რომ ისინი მზად იყვნენ. რაც არის უნიკალური შანსი, როგორც გოდერძი შარაშიას სიუჟეტში ერთ-ერთმა პაციენტმა თქვა, ბედზე მოუსწრო ამ პროგრამამ 84,000 ამერიკულ დოლარს, ძალიან ბევრი პაციენტი ვერ გადაიხდიდა განსაკუთრებით ასეთ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმაზე ლაპარაკი 84,000 დოლარზე მეტი მიდის. 15:05 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი მუშაობს და ელოდება თქვენ შეკითხვებს, შეგიძლიათ გამოაზრდოთ კითხვა ჩვენი გადაცემის სტუმრებთან და მოისმინოთ პასუხი პირდაპირ ეთერში. სტიგმა არის ერთ-ერთი ძალიან მწვავე პრობლემა, რომელიც ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში შეიძლება ისევ დარჩეს დღის წესრიგში. სტიგმის მსხვერპლი ვიყავი მე, შემიძლია აღიარო, რომ
თავის დროზე დიდი ხნის განმავლობაში არ მოწმდებოდი C ჰეპატიტზე, იმიტომ რომ მეგონა რომ ეს არის მხოლოდ ნარკომომხმარებლების დაავადება და აღმოჩნდა რომ პირიქით ნარკომომხმარებლების წილი მთლიან პოპულაციაში არის დაბალი და თურმე 15 წლის განმავლობაში უკვე ჩემს ორგანიზმში იყო ეს ვირუსი და მეორე ისევ სტიგმის გამო, როდესაც შევიტყვე ამ დაავადების შესახებ, სადღაც 6 წლის განმავლობაში არ მინდოდა რომ ამის შესახებ ვინმე სწოდნოდა ისევ სტიგმის გამო. ozomesო თქვენ გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, თქვენც ეს გადალახეთ ეს ბარიერები, თქვენთვის რა იყო აი ეს ბოლო წვეთილის შემდეგაც გადაწყვეტეთ რომ C ჰეპატიტი არ არის დანაშაული, ეს არის დიაგნოზი და ამაზე ღიად საუბარი არ არის სასირცხვილო. საღამოშვიდობის არის უკვე. იცით რა იყო, როდესაც 2002 წლის იანვრის 17 რიცხვში მითხრეს რომ თქვენ რაღაცა ხიზილი არ მოგწონთ. ახალი დამთავრებული მქონდა პროექტი, სადაც თამადა ვიყავი ყოველ მეორე დღეს. და 17 რიცხვში რაღაცა ამტკივდა და შემთხვევით მივედი. პირველი რაც იყო, რომ ჩამოვედი თბილისში, გავაგზავნე გერმანიაში ანალიზები, ყველაფერი და მითხრეს რომ თქვენ გაქვთ. ეს იყო შოკი. აი მართლა გეუბნებით, ეს იყო შოკი, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, რაღაც ფასი გავიგე. და ორმაგი შოკი და დაიწყო დიდი დეპრესია. ნუ დავით 3 თვე დამჭირდა იმისათვის რომ ცოტა შემოგვებულიყავი და იმასაც იქაც ყოფილა, იქაც ცხოვრობს ხალხი. მაგრამ კურნალობასთან დაწყება ეს იყო საშინელი, ამ ხელა თანხა წარმოუდგენელი იყო ეს ჩემთვის და 2009 წელს დავიწყე კურნალობა რო დავიწყე, სამწუხაროდ მომცა უჩვენება ფსიქიკაზე, დიაბეტიც მაქვს, ეს ორივე ერთად რაღაცა და ვიდექი აივანზე და ვიძახოდი, გადავხვდე თუ არ გადავხვდე. აი ამ დონეზე ვიყავი, სულ ჩაკეტილი სახლში, არავის არ უშვებდი. დეპრესია იყო ძალიან დიდი. და მოხდა ერთი რამ. ერთ მშვენიერ დღეს გავედი აივანზე და დავჯექი და მზემ გამოანათა. და ამხედე მზეს და მივხვდი რომ რაღაც მაკლია. შევედი, ავიდოღე ჩაი. გამოვედი აივანზე, დავჯექი და მე ამას თავს არ მოვაკლებინე. ეს იყო აი შინაგანი გარდატეხა მოხდა და მივედი აქ იმიტომ ვთხრით, შევწყვიტავ. იმიტომ ჩემთვის სულ ერთი ახლა გადავხვდები თუ დაიშლება, მაგრამ მივხვდი ერთი რამ რომ თავში უნდა მოხდეს ყველაფერი. შინაგანად უნდა მოვემზადოთ იმისათვის რომ მე შემიძლია ამას მოვუღო. ღიად რატო საუბრობთ ამაზე? არ გეშინიათ რომ თქვენს მიმართ ხართ თეატრის ხელმძღვანელი, როგორც მე ვიცი სპექტაკლს როცა იწყებთ, გამოდიხართ და არ თქვენია და ამბობთ რომ თქვენ გაქვთ ჰეპატიტი C. ყველას მე როდესაც სამინისტრომ გამოაცხადა საქართველოს ჰეპატიტის გარეშე, იმავე საღამოს მქონდა სპექტაკლი და ბავშვებს ვუთხარი, დღეს გადიხართ, ხელზე ვიწერთ სტოპ C-ს და ვიქნებით პიონერები და ყველა სპექტაკლის წინ მე გამოვდიოდი და გამოვდივარ კიდეც და ვეუბნები რომ ეს განკურნებადია, ეს არ არის პრობლემა, მთავარია შიგნით გადავლახოთ ეს ყველაფერი. ერთი შეკითხვა შემოგვივიდა, ჩემი მეგობარი არის ბარმენი, რომელსაც C ჰეპატიტი დაუდგინდა და მკურნალობის პროგრამაში იყო ჩართული, ამ დიაგნოზის გახმაურების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ აქვს ჰეპატიტი C. ხო, აი ეს არის გაუნათლებლობა. იმ ადამიანებს, ვინც გავუშვა ეს ბარმენი და მე მინდა ერთ მთავარ მომენტზე ადამიანი, რომელიც გიდგას გვერდით, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ ავადმყოფობით დაავადებული ადამიანების გვერდით არიან. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გარემოს, როდესაც შენ გვერდით არის ადამიანები და გეუბნებიან რომ ყველაფერი კარგად იქნება. ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ იმ ბარმენის, იმ ბიჭის აბსოლუტურად გეთანხმებით, კი. ის მისთვის არის ეს ტრაგედია. ჩემთვის წარმოუდგენელი და შეუძლებელი იქნებოდა ორჯერ ჩამეტარებინა ერთხელ თითქმის მთელი წლის კურსი და მერე უკვე შემცირებული, მაგრამ ასევე საკმაოდ აგრესიული პრეპარატი ტრიპლ თერაპი, რომ არა ჩემი ოჯახი, რომ არა ჩემი მეგობრები, ეს იყო შეუძლებელი გარემოცვას ამ შემთხვევაში და საახლობლო წრეს აქვს ჩემის აზრით ისეთივე მნიშვნელობა, როგორც იმ პრეპარატს, რითიც გადიხარ კურნალობას და თუ არ შეიცვლება ჩვენი დამოკიდებულება პაციენტების მიმართ და ამ დაავადების მიმართ,
ელიმინაციის პროგრამა შეიძლება უფრო ნაკლები ადამიანი იყოს ინფიცირებული საქართველოში, მაგრამ თვითონ პრობლემა აღქმის ამ დაავადების სამწუხაროდ დარჩება. ერთი შეკითხვა შემოგვივიდა, ვარ მწოლიარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მაქვს ჰეპატიტი, გადაადგილების შეზღუდვის გამო არ ვიცი სად და როგორ მივიდე რომ დარეგისტრირდე. რა შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევაში? ჩვენ გვქონდა ესეთი შემთხვევა კომისიაზე, უნდა მიმართოს მისმა ახლობლებმა ჯანმრთელობის სამინისტრო სოციალურ სააგენტოს, ჩვენ ვიხილავთ ამისთან საკითხებს და შეგვიძლია გავაგზავნოთ თქვათ დიაგნოზის ასაღებად ლაბორატორია კონკრეტულად 15:05-ზე შეუძლია დაარეკვა ამ შემთხვევაში. შეუძლია დაარეკოს, მიმართოს სოციალურ სააგენტოს, ჩვენ ამას განვიხილავთ კომისიაზე, იმიტომ რომ ყველა ასეთ შემთხვევას ვიხილავთ, ჩვენ მქონდა ბოლოს 2 შემთხვევა კომისიაზე, როცა პაციენტები მათი მძიმე მდგომარეობის გამო ვერ მოდიოდნენ იმ 14 დღის მერე მეორე თქვათ ნაწილის ასაღებად სოფოს ბუვირის და ჩვენ მივეცით მათ უფლება, რომ მათი მინდორებით აღჭურვილ პიროვნებას წაეღო მათთვის ეს პრეპარატი. ძალიან ცოტა დრო შემთხვევა იხილება ინდივიდუალურად, ესე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ძალიან ცოტა დრო რჩება ჩვენი გადაცემის დასრულებამდე, მინდა რომ მაქსიმალურად შეკითხვების რაოდენობა ამოვწრო და პასუხი მოისმინოს მაყურებელმა. ქალბატონელზა მყავს დედა, რომელიც არის ასაკში, ინტერფერონ თერაპიას ვერ ჩაიტერებს, ახალი პრეპარატითაც იქნება აუცილებელი რომ ინტერფერონი მიიღოს, საუბარია ჰარმონზე როგორც ხდები. აი სწორედ მე თავიდან ამაზე დავიწყე საუბარი. ყველა პაციენტის ბატონო მაღალირიმაც ეს თქვა, ყველა პაციენტის ბედი წყდება სრულიად ინდივიდუალურად. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. ეს არის ასაკი, ეს არის თანმხლები დაავადებები, ეს გახლავთ პრემორბიდული ფონი, ეს გახლავთ თქვათ იგივე ის ანამნეზი ქონდა თუ არა მას უკვე ჩატარებული თერაპია, რას ველოდებით, ეს ყველაფერი თვალისწინდება და ამის შემდეგ ის ერთვება მისთვის აუცილებელ და კომფორტულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, ინტერფერონი არ არის აუცილებელი, მაგრამ სადაც აუცილებელია, იქ ჩვენ ინტერფერონს ვთავთ. ეს სრულიად ინდივიდუალურია. ჰარმონი და ინტერფერონი ერთად არ არის საჭირო, ჰარმონს არ ჭირდება, ჰარმონი უინტერფერონო რეჟიმია. გასაგები არის. რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიწყებენ მკურნალობას იგივე კურსით, რასაც თქვენ იტარებთ? პირველ რიგში მოწმინებას, თავშეკავებას, ეს აუცილებელი პირობა არის, იმიტომ რომ იმ ადამიანებთან, რომლებსაც მათ უხდებათ ურთიერთობა ანუ ექიმებთან, რომლებსაც მე ვიტყვი, რომ რაღაცა ჯოჯოხეთური შრომა აწევთ ზურგზე, არის მე ყოველ შემთხვევაში შესწრებული ვარ რაღაცა ცოტა აგრესიის გამოხატვის პაციენტების მხრიდან და მე მინდა რომ მე ჯერ ესეთი ძალიან არ მოწონს და ამიტომ ყველა პაციენტს მოუწოდებს სწორედ თავშეკავებულობისკენ. ჩავერთე 12 კვირიან პროგრამაში 4 კვირის შემდეგ მონიტორინგის შემდეგ ექიმმა მომილოცა რომ ვირუსი თურმე არ მაქვს, დღეს კი სწრაფი ტესტი ჩავიტარდა და დადებითი პასუხია, რომელს დაუჯერა ექიმს თუ სწრაფი ტესტის შედეგებს. ეს ძალიან ხშირი შეცდომაა სხვათა შორის და მკაფიოდ მინდა განვარტო, რომ სწრაფი ტესტი იჭერს არა თვითონ ვირუსის სისხლში, არამედ მის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. ანუ ადამიანს ერთხელ მაინც თუ ქონია C ჰეპატიტი, სწრაფი ტესტი მთელი ცხოვრება აჩვენებს დადებითს და ეს არ ნიშნავს, რომ მას ისევ C ჰეპატიტი. გასაგები, ანუ დაუჯეროს ექიმს ამ შემთხვევაში. როდის აპირებს ჩაერთოთ ელიმინაციის პროგრამაში? ხვალ? დღეს დამირეკეს და ხვალ მივდივარ. მე გილოცავ. გილოცავ და თქვენს და დღესთან დაკავშირებით. ხო, ეს არის პიროვნება შეურჩიათ ის დღეს სპეციალურად. ესე გამოვიდა. ჩართული ყავით ამ პროგრამაში. დღეს გავაფორმოთ ხელშეკრულება და ხვალ უკვე მივდივართ. ძალიან მოხარულია რომ ესეთი დადებითი შედეგი მიიღეთ დღეს C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. დიდი მადლობა ყველას რომ გვეწვიოთ. მადლობთ რომ გამოგიზავნეთ შეკითხვები. იმ შეკითხვებზე რომლებზეც ვერ მოესწრო გადაცემის მიმდინარეობისას პასუხის გაცემა, პასუხების წაკითხვა შესძლებთ საიტზე hepatiti.g. პაციენტთა გაერთიანება ეცდება რომ მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი მიიღოთ ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც ამ პროგრამის განმავლობაში მოგწერეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ გიყურებდით და მე გამოჯამრთელებას გისურვებთ.